მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. მოკლედ არ ვიცი ხა ეს ნაცსექტა რასაც აკეთებს საქართველოში, განსაკუთრებით აი ეს მარგინალი ადამიანები, ეს უკვე არის ფსიქიატრიული შემთხვევასთან გვაქვს საქმე რა. აი როგორც ესენი იქცევიან მეგობრებო, ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ აი ამ 30 წლიანმა დასავლეთის ოკუპაციამ ჭკუიდან გადაიყვანა ეს ხალხი. ვერც ერთი ფსიქიატრი და ფსიქიატრიული კლინიკა ამათ ვერ გამოაჯამთელებს. ამათი საქმე არის წასული უკვე. ხალხი, რომლებიც ქუჩაში შარდავს, ახალგაზრდა ქალი გამოვა ჩაიხდის ტანზე და მოშარდავს. ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მე არ მინდა რომ იმასო, რა ქვია, ძახსო ერთვა საბაკაო და იმას კატას კოშკაო, აი მე გეკითხებით ეს ნორმალური არის და როგორ იქცევიან პოლიციელებს აფურთხებენ, კნავიან, ბღავიან, არ ვიცი მე ეს რა უბედურება ამაზე შეიძლება და ამ დროს ჩვენს გარშემო მსოფლიო ინგრევა მეგობრებო, ისეთი კატაკლიზმები ხდება, ახალი გადანაწილება ხდება მსოფლიოში. იმის მაგივრად მობილიზაცია ხდებოდეს ამ მიმართულებით, პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ შევხვდეთ მზად ამ პროცესებს. ჩვენ ვარ დაკავებული იმითი, რომ ამ გიჟებს დასდებს პოლიცია. ამ გიჟებს პროტესტი, რომელიც ასე გამოიყურება. ესენი არიან არარაობები, აი შეხედეთ. ავიძი ნახვი რა. შენ კაცი ხარ და კაცურად მოიქეცე, ბიჭოყალები ვიტროიქ. შენ საკეთოში არ მეიცხოვო შენ, ნაგავი ხარ შენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ეგ არის ნაძირლების ხროვა. პროტესტი, რომელიც პატრიოტიზმისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ლოზუნგებით იბუთება. ჩვენ გვჭირდება ერთად ყოფნა, პროტესტი. გამოსავალი არსებობს და ეს გამოსავალი არის იმაში, რასაც ახლა თქვენ ხედავთ. ქვეყანა ჩვენია. ჩვენ უყურებთ ყველაზე საამაყო, ყველაზე ძვირფას, ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას, რომ წინააღმდება გობა არის ჩვენი გენეტიკა. დამაჯერებელი არ არის, არც გადამდები. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ძალადობას, ზისხს, დაუნდობლობას. რა საერთო შეიძლება ქონდეს ამას უფლებების დაცვასთან, პატრიოტიზმთან, თავისუფლებასთან. ხო, გასაგებია, რომ ამ ისტორიის მიზანი მხოლოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ამიტომაც არის ეს პროტესტი ფარსი. არადა, გამოსვლებში მგზნებარე ფრაზებს და ლექსიკას იყენებენ. ისე ჩანს, თითქოს ხალხს იცავენ, რომელსაც არჩევნებზე თურმე ხმა წაართვეს. მთელი დასავლეთი არის მოლოდინში ჩვენი პოზიციის და ქართული ხალხის უმრავლესობის პოზიციაა, რომ არჩევნები ნაკურდალია. აქციებზე თურმე გამოხატვის თავისუფლება მოპარეს. დატო არ გისმენთ ახლა ოლიგარქის აი დატო უნდა მომისმინოს, სწორი ბაზარი არა. რუსი ხარ და მოღალატე ხარ. მედიაში სიტყვის თავისუფლება ჩაუკეტეს და ევროპულ მომავალს აშორებენ. მედიის წნეხისთვის არ გაუძლია არც ერთ ხელისუფლებას და ვერც გაუძლებს ვერც ეს. ფსევდოლიბერალების სათვალიდან ხალხი სუსტი და დაუცველია. მათი წმინდა ვალიკი ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა. მაგრამ სინამდვილეში ამ პროტესტის მთავარი ღირებულება ადამიანის გაბრაზება, მისი ქუჩაში გამოყვანა, მსხვერპლად გაფორმება და მართვა. ამიტომაც არის ეს ისტორია ფარსი. რამდენიმე წლის წინ მსხვერპლად მიხეილ სააკაშვილი დაბრენდეს. ჯერ მან დაიწყო შიმშილობა. მერე სოლიდარობის აქციები გამართეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო კრიტიკული ხდება. ყველას, ვინც ამ პროტესტში არ მონაწილეობდა, აბულინდებდნენ. ადამიანი კვდება, თქვენ კი შორიდან უყურებთ, სოლიდარულებიც კი არ ხართ. მის გადასარჩენად არაფერს აკეთებთო. ბოლოს მიშა კვდებას ფლეშმობზეც გადავიდნენ. თან ამბობდნენ კვდებაო. საათების ამბავი იყოს, ასე ვთქვათ, მისი ესეთი დრამატული შაქრის ვარდნის გამო კოლაფსი. ნებისმიერ საათს, ნებისმიერ წუთს მისთვის შეიძლება ყველაფერი ფატალურად განვითარდეს. მიშა შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოკვდეს. იმიტომ რომ მესამე პრეზიდენტი არის სიკვდილის პირას.
შეიძლება რამდენიმე საათში კატასტროფის წინაშე დავდგეთ. პრეზიდენტის სიკვდილის პირას არის სააკაშვილი მკვდარია. ფაქტია ის, რომ მოვედით ამ სიტუაციამდე, როდესაც სააკაშვილი კვდება ციხეში, თან ეძახდნენ, არ შეწყვიტო შიმშილობა, თორემ როგორც პოლიტიკოსი გაქრებიო. ვერც შიმშილობის შეწყვეტისკენ მოვუწოდებდი მე სააკაშვილს, იმიტომ რომ პირადად ჩემთვის ეს ვაჭრობისკენ მოწოდების თოფასი იქნებოდა. მისგან მსხვერპლი შექმნეს და სარფიანად გაყიდვას ცადეს. მასზე აიგეს პოლიტიკური კარიერაც, ცნობადობაც, შემოსავალიც და კომფორტული ცხოვრებაც კი. ერთხელ ნიკა მელიამ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეც იყო, თქვა: ყოველ დღე 31 დეკემბერს მიშა კვდება, მიშა ხვალამდე ვერ გაძლევს, მელია რას აკეთებს, სადახარ, ასე შემდეგ. ყოველ დღეში სამჯერ ყავდნენ კაცს, კაცო, დილით, დღისით და საღამოს და ღამითაც 4ჯერ. ნიკა გვარამიაკი, რომელიც მაშინ ციხეში იჯდა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტისთვის იბრძოდა, წერდა. საოცარი სურათია. მიშა კვდება და ერი დუმს. ასეა, ტრაგიკულ მომენტებშიც კი საკუთარი ინტერესები არ ავიწყდებათ. ახლა ასეთივე მეთოდებით მსხვერპლად მზია ამაღლობელს ბრენდავენ. ყველაფერი იგივეა. ისევ იმართება აქციები, ისევ გუგუნებს პროპაგანდა, ისევ საუბრობენ სიკვდილზე. რეალურად ამ ადამიანის გადარჩენის საკითხი დგას ახლა გათავისუფლებისაც არა. შიმშილობიდან 21 დღესაც კი არავის მისთვის შიმშილობის შეწყვეტა არ უთხოვია. მათ შორის არც ელენე ხოშტარიას, რომელიც თავადაც შიმშილობდა და კარგად იცის, რა რისკებთან არის ეს დაკავშირებული. სხვათა შორის, მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. მოწოდებამ გაჭრა, შიმშილობა მან მართლაც შეწყვიტა. თუმცა თავად მზია ამაღლობელს შიმშილობისკენ აქეზებს. მე მის საქმეში ვერ ჩავერევიო. სოციალურ ქსელებში მიშა კვდებას მსგავსი ფრაზები გაჩნდა. ნიკა გვარამიაც ამბობს, რომ ის კვდება, რომ ხვალ შეიძლება გონზე ვერ მოვიდეს, რომ მას აწამებენ. არც წყალს აძლევენ და არც საპირფარეშოში უშვებენ. დღეს შეიძლება ის ნორმალურად გამოიყურებოდეს და ხვალ უბრალოდ გონზე ვერ მოვიდეს, ისეთი შეუქცევადი ცვლილებები დაიწყოს. ადამიანი რომელსაც არ დაალევიეს წყალი საათების განმავლობაში, ჩვენ აქ რეალურად გვაქვს წამების ფაქტი. ელოდებიან, როდის მიიღებს ეს ისტორია დრამატულ ან ტრაგიკულ ხასიათს. ნინია კაკაბაძე მაგალითად მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტას არ ურჩევს. უშვებს, რომ შეიძლება მოკვდეს. სხვის სიცოცხლეზე იოლად საუბრობს. მათ შეიძლება მოკლან მზია ამაღლობელი, მაგრამ ისინი ვერ გატეხავენ მზია ამაღლობელს, ვერ ასოდეს. დაძაბულობას გრადუსს პროპაგანდისტებიც უწევენ. მთავარი არხი, TV პირველი, ფორმულა, მსხვერპლის შექმნაში მონაწილეობენ. მისი სიცოცხლე საფრთხეშია. შიმშილობის მე-18 დღე კრიტიკული და კრიზისულია, მაგრამ მზია უარს ამბობს შეწყვეტას შიმშილობა. ცვლილებებს ქალის ხმა აქვს და ეს ქალი 19 დღეა შიმშილობს. არავინ ეუბნება შეწყვიტა შიმშილობა, გაუფრთხილდი ჯანმრთელობას. ასე რომ ეს ისტორია ადამიანის უფლებებს არ ეხება. ეს ხელისუფლებისთვის ბრძოლაა. ამიტომაც არის ეს პროტესტი ფარსი. ამ ფარსს ეთიკის თავისი კოდექსიც აქვს. ეს კოდექსი ყველა უფლებას მხოლოდ გაბრაზებულ მსახიობს, გაბრაზებულ ჟურნალისტს, გაბრაზებულ აქტივისტს, გაბრაზებულ ჯენსს ანიჭებს. მათ უთხრეს, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. პოლიციელს შეუძლიათ მოლოტოვის კოქტეილი ესროლონ, ხელი გაარტყან, სახელმწიფო შენობებს შეუძლიათ ცეცხლი წაუკიდონ, ქართული ოცნების მხარდამჭერები შეუძლიათ აბულინგონ, თავად ხელისუფლებას კი ყველა მეთოდებით ებრძოლონ. რა გასაკვირია, რომ პროტესტი თავიდანვე ძალადობით დაიწყო. შემდეგ ზიზღში გადაიზარდა. დაგცინებთ პირდაპირ. კონკრეტული აქციებიც წამოიწყეს. მაგალითად, ჩაუფურთხე კოც რესტორანში, კაფეში, ბარში, მაგალითად გააწანის სილა რეჟიმს, მაგალითად მოკალი კოცი და არ აქვს მნიშვნელობა შვილებთან ერთად ხარ თუ პირად სივრცეში იმყოფები. ყველგან დავალებული აქვთ მოგძებნონ და გაბულინგონ. და თუ გაბედავენ და დაგიჭერენ ოპოზიციას თავისი პროპაგანდისტებით, NGO-შნიკები თავისი დონორებით და საელჩოები თავისი პატრონებით შენს გადასარჩენად იბრძოლებენ. იტყვიან, რომ არავის აქვს უფლება დაგაკავოს, იმიტომ რომ უსამართლობას ებრძვი. თავისუფლების მხარეს გახარ. ახლა რეჟიმი ცდილობს ეს ადამიანი ციხეში გამოამწყვდიოს, რომ საქართველოში თავისუფალი ხმები აღარ ისმოდეს. ყველას დაარწმუნებენ, რომ შენ უმწეობავში ხარ.
ამაყი აჭარელი ქალი ხარ, უბრალოდ ქალი ხარ, ჟურნალისტი ხარ, მსახიობი ხარ და არ შეიძლება პატიმრობაში იყო. ამ ახალგაზრდებს ისინი ჯერ თამამ მებრძოლ და თავისუფლებისთვის მოყვარულ ჯენს თაობად მოიხსენიებდნენ. ძალადობისკენ წააქესეს და ისინიც ხან პოლიციელს ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილს. ხან პარლამენტის შენობას აზიანებდნენ. ამბობდნენ, რომ წართმეულ ხმებს არავის დაუთმობენ. თუმცა, როცა დააკავეს, მაშინვე თქვეს, რომ რეჟიმმა ბავშვები დაატყვევა. თქვეს, რომ არ შეიძლება მსახიობი დააკავა. დაუშვებელია პასუხი ჟურნალისტს მოთხოვო. იმიტომ რომ ისინი ნათელი მომავლისთვის იბრძვიან და თუ ამ ნათელ მომავალში მილიონზე მეტი ადამიანის ადგილი არ არის, ეს მათ საერთოდ არ აღელვებთ. ეს ქვეყანა არის ჩვენი, ეს ქვეყანა არის ევროპული. ზიზღს და ძალადობას თავისუფლებად და პატრიოტიზმად ფუთავენ. ასე ცდილობენ საკუთარი დანაშაულის გამართლებას, საკუთარი აქტივისტების კანონისგან დაცვას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ შეცდომას არ ჰქონია ადგილი მზიამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს. მთელ სამ ფარსში სამართალდამცავები მაინც ერთ-ერთი მთავარი დეტალია. სიებს ყველგან ამბობთ და ყველგან დეტალობით ხნებათ. დუმეტლიკინები შენაგან სპანისვადებული. ეს დეტალი აჩვენებს, რომ სინამდვილეში ისინი მხოლოდ ხელისუფლებისთვის იბრძვიან და არა უფლებებისთვის. პოლიციელებზე შეტევით, მისი დამცირებით და დაბულინგებით ისინი ცდილობენ სახელმწიფოს ეს ძლიერი საყრდენი გამოაცალონ. ისინი დაასუსტონ, დაუცველობის განცდა გაუჩინონ, რომ მერე ქაოსი მოაწყონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს ძალიან კარგად ესმის პირველ რიგში ოპოზიციას. მათ შორის კაცს, რომელიც ერთ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ კი პრემიერი. მაშინ პოლიციელებს კბილებით იცავდა, აცხადებდა ყველა მოძალადე გამომჟღავნდება და პოლიციელზე თავდასხმისთვის დაისჯებაო. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და თითოეული ადამიანი, რომელმაც გაბედა პოლიციელზე, თავდასხმა იქნება შესაბამისად დასჯილი. ახლა პოლიციელზე ძალადობაზე მხოლოდ ირონიულად ეღიმება და ცინიკურად კითხულობს. ეთკინა? არ მინდა ეხლა მას სახელი ვთქვა რა. თulis რომ ეს მასზე თავდასხმა იყო, ხო, მაშინ უნდა გამოვიდეს და თვითონაც წინალაპარაკოს, სასამართლოს კი არ უნდა მოეფაროს. უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ის თulis რომ მასზე მოხდა თავდასხმა, რომ მას ატყინეს. არა მხოლოდ აბულინგებენ, სანქციებით აშანტაჟებენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი რეპრესიებით აშინებენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ წესრიგის დამცველებმა დაუცველობა იგრძნონ და წესრიგი კი არ დაიცვან, აჯანყების მხარეს გადავიდნენ. ეს არის ახლა მათი მთავარი ფრონტის ხაზი. ზიამაღლობელი ამ ფრონტის ხაზზე შესაძლოა შემთხვევით არ მოხვდა. მის მედია საშუალებას ბათუმელებს, მათ შორის ამერიკული ნედიც აფინანსებს. ნედი ერთხელ უკვე გამოიჭირეს რევოლუციური მოვლენების კულისებში. ის სპეცს, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარალელური ხმის დათვლის შედეგები გააყალბა, მათ შორის ნედიც აფინანსებდა. CSKO-სგან განსხვავებული მონაცემებიც გამოაქვეყნა. ოპოზიციას არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების საშუალება მისცა. ახლაც ნედი იქ არის, სადაც მთავარი ფრონტის ხაზი გადის. ამჯერად ბათუმელების უკან დგას. მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ხელწერილი დააწერინეს. მალევე გამოუშვეს, თუმცა გამოშვებიდან რამდენიმე წუთში ის პოლიციის უფროსს ხელს კიდევს, თავისკენ აბრუნებს და ხელს ურტყამს. ყველაფერი ეს კადრში კარგად ჩანს. თუმცა როგორც უკვე გითხარით, ოპოზიციამ მისგან მსხვერპლის შექმნა დაიწყო. ამ კამპანიაში რატომღაც საქართველოში აკრედიტებული საელჩოებით ჩაერთნენ. 14 ქვეყნის საელჩო, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის, ლიტვის, ლატვიის, დანიის აცხადებენ, რომ მედიის თავისუფლება და გამოხატვის უფლება საფრთხეშია. პოლიციელის უფლებები რატომღაც არც მათ აინტერესებთ. დემონსტრაციულად იკავებენ ამაღლობელის მხარეს. გებუაძეს ფაქტობრივად დამნაშავედ აცხადებენ და ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვენ. Symbol now of democratic European Georgia. მზია დემოკრატიული და ევროპული საქართველოს სიმბოლოა. ის ხალხი კი, ვინც ის დააკავა და ციხეში ჩასვა დიქტატურის სიმბოლოები არიან. ის ციხეში არ უნდა იჯდეს და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მე მხარს ვუჭერ ამ მშვიდობიანი პროტესტის ყველა მონაწილეს, რომელიც რეპრესიების მსხვერპლია. მე მხარს ვუჭერ მზიას პროტესტს. ეს სახიფათო და სარისკოა, მაგრამ უსამართლობა ზოგჯერ ასეთი რადიკალური ზომებით უნდა დაუპირისპირდე.
არადა თითოეულის ქვეყანაში პოლიციელის ხელშეუხებლობა და დაცულობა სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებულია. ვერც მსახიობი დადგება სამართალდამცავების ზევით და ვერც ჟურნალისტი. საერთოდაც დანაშაულს არც ეროვნება აქვს და არც პროფესია. ნებისმიერმა შეიძლება კანონი დაარღვიოს. არავინ და ვერავინ ვერ მიიღებს ინდულგენციას. ნებისმიერი, ვინც სამართალდამცველის წინააღმდეგ ხელს აღმართავს და იძალადებს, დააპატიმრებენ და გაასამართლებენ. მაგრამ თუ მისი დასუსტება გინდა, მაშინ მოძალადის მხარე უნდა დაიკავო. ზიამაღლობელი არის ყველაზე უფრო საგანგაშო მაგალითი ამ აზრზენი პოლიტიკური დევნისა. სალომე ზურაბიშვილი მაგალითად ასე მოიქცა, როცა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. გრიგორიადისმა პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. სამართალდამცავმა დამწვრობა მიიღო. თითქოს მარტივია, როცა მოძალადეს უჭერ მხარს. ესე იგი ძალადობას აქეზებ. წესრიგის დაცვა არ გჭირდება და ქაოსის გამოწვევა გინდა. წესრიგიდან ქაოსამდე გზა კი პოლიციის დასუსტებაზე მიდის. სწორედ ამას ცდილობენ ახლა მათ შორის საელჩოების წარმომადგენლებიც. ლაზარე გამოუშვეს აქციის მონაწილეებმა, ზურაბიშვილმა, პროპაგანდისტებმა და ოპოზიციამ მის მაშინ გმირად შერაცხეს და ეს სხვებმა დაუსჯელობის სიგნალად მიიღეს. ახლა არც მსახიობს ესმის რატომ უნდა იჯდეს და არც მედიის წარმომადგენელს. ზურაბიშვილი ვერტიკალზე აღარ ჰყავთ, ნინო ლომჯარია ომბუდსმენი აღარ არის. ამიტომაც წინა ხაზზე ელჩები გამოვიდნენ. მაგრამ დიპლომატები უკვე სასამართლოს საქმეებშიც ერევიან. გამოდის, რომ ეს ელჩები ერთის მხრივ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს აღიარებენ. მეორეს მხრივ კი ყველაფერში ცხვირს ყოფენ. ისინი იტყვიან, ვინ არის მართალი და ვინ დამნაშავე, ვინ უნდა დააკავონ და ვინ უნდა გამოუშვან. მაშინ რაში გამოიხატება ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემა და დამოუკიდებლობის აღიარება? ამიტომ არის მთელი ეს პროტესტი ფარსი. და ხალხმა იქ საკუთარი უფლებები და ინტერესები ბუნებრივია ვერც იპოვა და ვერც დაინახა. ამიტომაც სულაგებენ, გავლენებსაც კარგავენ და პატივისცემასაც. და აგერ ვხედავთ, რომ ტრამპმა ფაქტიურად იმ განცხადებით, რომ მე მინდა კანადა შემოვიერთო და გრენლანდია, ფაქტიურად თქვა, რომ ამით დასრულდა საერთაშორისო ხელშეკრულებების, დასრულდა ყოველგვარი შეთანხმებების, რაღაც ტერიტორიული მთლიანობის, რაღაცა შეთანხმების, ეს ყველაფერი არის წასულ ჩაბარდა. ეხლა წვითავს საკითხს ვისაც აქვს ძალა. ძალა აღმარცხნავსო, ნათქვამია. ანუ მინდა გამივა შევიერთებ ტერიტორიას. ეხლა იმან თქვა, რომ მე მინდა კანადაო. ეხლა თურქეთი იტყვის, აგერ მე მინდა ის შევიერთო, რა ქვია, სირია და შეიერთა კიდევაც ფაქტობრივად. აგერ რუსეთი, იქით სხვა ქვეყნები და ფაქტობრივად დაიწყო მსოფლიოს ახალი გადანაწილება. ჩვენ მალე შეხვდებით, რომ გაქრება უამრავი სახელმწიფო. რუმინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ პრეტენზიები გვაქვს უკრაინასთან დაკავშირებით, იგივე იძახის უნგრეთიც. და ამ უკრაინას მალე ტორტივით გაჭრიან. ასევე გაიჭრება სხვა ქვეყნები. სირია ფაქტობრივად თურქეთის დაქვემდებარებაშია, პროთურქული მთავრობა არის მოსული. და ასე რომ ჩვენ იმის მაგივრად, რომ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის სადარაჯოზე ვიყოთ, აი ამ გიჟების 90% ეთერისა გიჟებს ეთმობა და აი ესეთი კიდევ ერთი სრული მართლა კოშმარი. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა, სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან ერთად და ასევე ჩვენი სტუმარი გვეყოლება ჩართვით. ძალიან საინტერესო იყო ბატონ შოთა აფხაიძესთან ჩვენი გასულ კვირა საუბარი, კარგად მოგეხსენებათ ჩვენს რუსულენოვან გადაცემაში, საკვირაო გადაცემაში, სადაც ვიმსჯელეთ აი გეოპოლიტიკაზე და მინდა რომ ეხა ჩვენ აი ამ ქართულ გადაცემაშიც ვისაუბროთ იმ საფრთხეებზე, რომელიც ახლავს აი ამ პროცესებს ჩვენი ქვეყნისათვის და ბატონი შოთა აფხაიძე სწორედ აი ამ მიმართულებით მუშაობს. მოგესალმებით ბატონო შოთა. მოგესალმებით და მოგესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს ნიკოლოს. მოგესალმებით. აი მე პირველ რიგში მინდა აი ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინიდან გამომდინარე ვისაუბრო აი პროცესების შესახებ, რაც დაიწყო უკვე მსოფლიოში. ფაქტობრივად ტრამპმა გამოაცხადა ოფიციალურად, რომ ვისაც ძალა აქვს, ფაქტობრივად ის არის ჰეგემონი, იმიტომ რომ ახლა თუ რუსეთმა მაგალითად დონბასი, ლუგანსკი შეიერთა რაღაცა რეფერენდუმები ჩატარდა იქ და რაღაც საერთაშორისო გარკვეულწილად სამართლის პრინციპების გამომდინარე იმოქმედა, ტრამპი ამბობს, რომ აგერ თუ არ შემოვა ეს კანადაო, მე ძალასაც გამოვიყენებ და ეკონომიკურად მოვახჩობ კიდევაც. ანუ თქვენი აზრით, ჩვენ მომსწრე გავხდები თუ არა მალე
იმისა, რომ სოფლიო ფაქტობრივად შეიცვლება და სოფლიო ახალი გადანაწილება იქნება და საერთოდ ბევრი სახელმწიფო, როგორც ადრე იყო ძალიან ბევრი სახელმწიფო და გაქრა, ისე შეიძლება გაქრეს სოფლიო ორბიტიდან. ყოველთვის გამარჯვებულები წერდნენ ისტორიას და შესაბამისად რეალური პოლიტიკაც არის აბსოლუტური რეალური ობიექტივიზმიდან გამომდინარე, სადაც დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები აყენებენ დღის წესრიგს, მოდით ესე ვთქვათ და ისინი ქმნიან ესე ვთქვათ პოლიტიკურ ამინს და გეოპოლიტიკურ ამინს სოფლიოში. და იგივე ტრამპის განცხადებაც ამაზე მოწმობს. როდესაც ტრამპი აცხადებს, რომ კანადას უწესებს რაღაც გარკვეულ ეკონომიკურ ესე ვთქვათ ხისტ პოლიტიკას აწარმოებს ეკონომიკურ და საფინანსო საბაჟო პოლიტიკას კანადის მიმართ, ასევე ის ითხოვს გრენლანდიის შეერთებას ამერიკისთვის დანიისგან ეს ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა საუბარი მიდის გამსხვილებაზე და აქ ამერიკა როგორც ჰეგემონი სახელმწიფო, როგორც გლობალური მოთამაშე, როგორც გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მსხვილი აქტორი ის თავის თამაშის წესებს ესე ვთქვათ აკეთებს თავისი თამაშის წესების აჩვენებს თავისი თამაშის წესების დემონსტრაციას ახდენს ესე ვთქვათ თავისი თამაშის წესების და გამომდინარე აქედან ეს ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს იმიტომ რომ აი ვთქვათ რუსეთის მოქმედებებიც უკრაინაში იმის ესე ვთქვათ და სხვა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში იმის მაუწყებელი არის რომ რუსეთი ცდილობს თავისი გეოპოლიტიკური გავლენების გაძლიერებას აქ ჩინეთიც იგივეს აკეთებს და რეგიონული მოთამაშეები ცოტა მცირე ზომის როგორიც არის ვთქვათ თურქეთი და ირანიც ასეთივე მცდელობები აქვს მათაც და მთელი გლობალური ესე ვთქვათ სამხრეთიც იქაც კი ხდება ეხლა წარმოშობა ძლიერი სახელმწიფოების, აი მაგალითად ინდოეთს გარკვეული კონკურენციის მომენტი აქვს ჩინეთთან, გარკვეული ესე ვთქვათ ოპონირების გეოპოლიტიკური კონკურენტებიც კი არიან და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც კი ხდება რაღაც გარკვეული ძროები, სადაც ბრაზილია წარმოადგენს ესე ვთქვათ თავარ ესე ვთქვათ კატალიზატორს და არგენტინა ამ შემთხვევაში ძლიერი ეკონომიკები და ჩილე. და ეს პროცესები რა თქმა უნდა ვითარდება და ეს ესე იყო მუდამ კაცობრიობის ისტორიაში. ასე რომ განსხვავება კი შეერთებაც კი აი ამ შემთხვევაში თუ კი ტრამპი აკეთებს განცხადებას კანადის მიმართ ტრამპი რატომ აკარებს ესეთ ხისტ ეკონომიკურ პოლიტიკას ეხლა კანადის მიმართ ეს გარკვეული ზეგავლენის მოხდენა სურს ეკონომიკური კუთხით, იმიტომ რომ ეკონომიკა არის ფაქტიურად პოლიტიკის და გეოპოლიტიკის გამკარგველი და ამ შემთხვევაში ტრამპი რაც შეიძლება მეტ წნეხის ქვეშ ამყოფებს კანადას, რომ კანადა მოექცეს ამერიკის გავლენის ქვეშ. და ტრუდო ამ შემთხვევაში ვერ იქნება ის პიროვნება, რომელიც რაიმეს დაუპირისპირებს ტრამპს, იმიტომ რომ ის გაცილებით სუსტი არის, ისევე როგორც ნებისმიერი ევროპის ლიდერი მაკრონი თუ შოლცი თუ სხვა დანარჩენი, ამერიკა ისევ რჩება ჰეგემონი დასავლეთ ატლანტიკურ სფეროში და ის რა თქმა უნდა თავის თამაშის წესების კარნახობს. ესე ფაქტობრივად დანიასთან მიმართებაში, რასაც აკეთებს დღეს რასაც აკეთებს ამერიკა თუ გეოპოლიტიკურ ჭრილში ჩვენ ამას განვიხილავთ, ეს ფაქტობრივად პირდაპირ სუვერენიტეტის შებრღალვა არის. ისეთი ფაქტობრივად შებრღალვა კი არა, წარწმევა. ის პირდაპირ ეუბნება, რომ მან და გადაცეს გრენლანდია და გარკვეულწილად ის რაღაც საფასურსაც თავაზობს. ხო ეს არ ვთქვათ პირდაპირ არ ემუქრება სამხედრო ინტერვენციით და ოკუპაციით, მაგრამ ესეც იგივე არის, ესე ვთქვათ რა, რასაც ტრამპი აკეთებს, უბრალოდ ფორმა შეცვლილი ოკუპაციის და ექსპანსიის ახალი ფორმა არის. თურქეთის გაძლიერება აშკარა არის და ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რა რუსეთმა რაღაც ცოტა გარკვეულწილად შეფერხება განიცადა უკრაინაში, ამით ისარგებლა თურქეთმა და მოიყვანა პროთურქული ძალები ხელისუფლებაში სირიაში. თურქეთი ნამდვილად არის, ესე ვთქვათ, რეგიონალური სერიოზული მოთამაშე. თურქეთი არის, ესე ვთქვათ, გავლენიანი სახელმწიფო და ერდოგანის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება
იმ ქვაკუთხედს რაც წერია მეჰმედ დაუდოღლუს წიგნში, ეს არის სტრატეგიული სიღრმეები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო არის. თუ მას ყურადღებით წავიკითხავთ, მივხვდებით, რომ ერდოგანმა წარმატებით გაართვა ძალიან ბევრ დავალებას თავი. მათ შორის ნეოოსმანიზმის რეფორმირებული პოლიტიკის გატარებას, ესე მოდერნიზირებული პოლიტიკა ნეოოსმანიზმის, პანთურქიზმის და მას ასევე შეუწყო თანამედროვე, ეს ვთქვათ, გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე გასტარებელი თურქეთის საგარეო პოლიტიკაც. და ამ შემთხვევაში ნამდვილად ბრძენი, ნიჭიერი და პროფესიონალი პოლიტიკოსია, რომელმაც საკმაოდ დიდ სიმაღლეზე აიყვანა თურქეთი დღეს იმ რეალობაში, გეოპოლიტიკურ პარადიგმაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და აქ არა მარტო რუსეთის ფაქტორი არის, აქ ევროპის ფაქტორიც არის. ერდოგანმა თავიდანვე აუღო იმას, რომ ძალიან ძლიერი კონფრონტაცია არის რუსეთსა და დასავლეთს შორის. ფაქტობრივად ორივე მხარე აგებს გულისხმობ ფინანსურად და სამხედრო ძალას და ფიზიკურ ძალას ხარჯავენ და აქედან გამომდინარე ისინი სუსტდებიან. ხოლო ერდოგანმა ისარგებლა ამ შემთხვევით, გაატარა საკმაოდ ჭკვიანური პოლიტიკა, მან შესთავაზა პლატფორმა, მან იცის, რომ რუსეთს არ აყავს დღეს მდგომარეობით ბევრი მოკავშირე და მან რა თქმა უნდა შესთავაზა გარკვეულწილად სიტუაციური მოკავშირეობა, რომელიც არ არის ბოლომდე მოკავშირეობა და თურქეთი უფრო მეტ სარგებელს ღებულობს ამ ყველაფრიდან, იგივე ხორბლის ხელშეკრულებით, იგივე სამხრეთის ნაკადით, იგივე ატომური ელექტროსადგურების გახსნით. თურქეთი ღებულობს უზარმაზარ შემოსავლებს აქედან და რუსეთი ფაქტიურად ვერ ღებულობს მინიმუმსაც კი. თუ ჩვენ გადავხედავთ ერდოგანის პოლიტიკას, დავინახავთ, რომ თურქეთი უკრაინასთანაც არ წყვეტს რაღაც ასე ვთქვათ სამხედრო პოლიტიკურ თანამშრომლობას და ის აიარაღებს გარკვეულწილად აიარაღებს უკრაინას ამ შემთხვევაში. ამიტომ თურქული გავლენები ახლო აღმოსავლეთში, რა თქმა უნდა და არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ კავკასიაშიც გაზრდილი არის. ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, სადაც თურქეთის ჩარევა იყო, ანუ ღია ფაქტიურად ის ღია ჩაერია ამ კონფლიქტში და თურქეთის მხარდაჭერის გარეშე აზერბაიჯანი ვერაფერს ვერ გააკეთებდა. ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ თურქეთი სხვა დონის მოთამაშე არის და აზერბაიჯანს ჭირდებოდა მისი მხარდაჭერა და მიიღო ეს მხარდაჭერა. და რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში, ეს ახლა არ დაწყებულა, ეს დაიწყო 2012 წელს, როცა დაიწყო სირიაში კონფლიქტი. და მანამდეც კი თურქეთის და თურქული სპეცსამსახურები ღიად ეხმარებოდნენ სირიულ ოპოზიციას და მათ შორის საუბარი არის ჯაბჰად ალ-ნუსრაზე, თაჰრირ ალ-შამის, ისლამური სახელმწიფოს და სხვადასხვა სირიის თავისუფალი არმიის და სხვადასხვა დაჯგუფებების, ეს ვთქვათ, შეერაღებაში, დაფინანსებაში და ასე შემდეგ. და შესაბამისად, როდესაც უკვე შეიცვალა დღეს მდგომარეობით ხელისუფლება სირიაში, ჯოლანი ფაქტიურად არის კარგი მეგობარი და პარტნიორი ერდოგანის, მაგრამ აქ ეს მომენტიც უნდა გვახსოვდეს, რომ ვერ იქნება და არ იქნება ერდოგანის მიერ. ის გარკვეულწილად თავის დამოუკიდებელ სუვერენ პოლიტიკას გაატარებს, იმიტომ რომ ის არ არის თლად ესე დამოკიდებული, ესე ვთქვათ, ერდოგანზე და მისი ხურმოჭრილი მონა და ვასალი. ის გაატარებს რა თქმა უნდა თავის პოლიტიკას, მაგრამ თურქეთს აქვს გარკვეული გავლენა, თურქეთის ჯარი დგას ბოლო-ბოლო ხო სირიაში. თურქეთი არ დაუშვებს ახალი ქურთული სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოშობას, ის შეეცდება მაქსიმალურად რომ არ დაუშვებს. მე არ ვიცი როგორ იქნება ამ შემთხვევაში დასავლეთის პოზიცია და დასავლეთი როგორ მოვილაპარაკებს თურქეთთან, თუ ძალიან მოინდომებს ამერიკა ვთქვათ და ევროკავშირი მათ გარკვეულწილად შეუძლიათ მსგავსი წარმონაქმნი შექმნა რაღაც გარკვეულ ტერიტორიაზე, მაგრამ ესეც ძალიან დიდი სისხლის ფასად დაჯდება და იმ მოცემულობაში, რომელიც არის დღეს სირიაში და დგას თურქული არმია, ეს იქნება ძალიან რთული. ძალიან საინტერესოა ბატონო შოთა თქვენი პოზიცია, მე ვფიქრობ და აი თურქეთის როლზე, როდესაც საუბრობ ჩვენ, აქ აღსანიშნავია ის, რომ
თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, რომლის ჯარებით, სახმელეთო ჯარი ერთ-ერთი მთავარი არის შემოქმედი და მთავარი დამტყმელი ძალა არის და დღეს აი მე ჩვენ სტუმრად ვყავს ასევე სამართლის ექსპერტი ბატონი ივანე მეფარიშვილი, რომელთანაც მინდა რომ გადავიდე სიტყვით, თქვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით ბატონო შოთაკვლავ. აი ბატონო ივანე, თქვენთან მინდა გავაგზავნო საუბარი იმ თემაზე, რომ აი რამდენად საფრთხები არის ჩვენი ქვეყნისათვის, როდესაც აი ასეთი მძლავრი გეოპოლიტიკური მოთამაშეები ძლიერდებიან. რა პოზიცია უნდა დაეკავოს თურქეთთან საქართველოს, ანუ უნდა კეთილმეზობლურად კლავაც როგორც გვაქვს ურთიერთობა გავაგზავნოთ, რაღაცნაირად ჩვენ კლავაც ამ დასავლეთისკენ უნდა გავაგზავნოთ სვლა, რომელიც სიმართლე რო გითხრათ თურქეთისთვის არის გამაღიზიანებელი, ასევე აზერბაიჯანისთვის. თუ როგორი უნდა ვიმოქმედოთ, აი თქვენ როგორ უყურებთ აი პერსპექტივებს? მოგესალმებით ბატონო ნიკოლოს, მივესალმები ტელემაყურებელს. მთავარი რაც არის დღეს საერთაშორისო ურთიერთობებში, რაც ხდება ეს აშკარაა, რომ გეოპოლიტიკურ გადანაწილებასთან გვაქვს საქმე. ეს თუ რა ფორმას მიიღებს, ეს დიდად დამოკიდებულია აქტიური მოთამაშეების, ყველაზე გავლენიანი მოთამაშეების პოზიციებიდან გამომდინარე, იგივე ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი მყავს ხედველობაში, იმიტომ რომ თუ რამე კაცობრიობა მივიდა დასკვნამდე ორი მსოფლიო ომის შემდეგ მე-20 საუკუნეში, ის არის რომ საერთაშორისო სამართლის შექმნა, საერთაშორისო სამართლის დაცვა და იმ პრინციპების დაცვა, რომელიც საერთაშორისო სამართალში არის ასახული, ეს არის ტერიტორიული პრინციპი, ეს არის სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვის პრინციპი და ეს არის რომ მათ შორის იმის მიუხედავად რა ზომის არის სახელმწიფო, რა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გააჩნია დღეს და რა სიძლიერით და რა ზომით არის წარმოდგენილი და მოსახლეობის რა რაოდენობასთან გვაქვს საქმე, აქვს არსებობის უფლება, აქვს უფლება რომ მათი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი იყოს დაცული და ამ პრინციპების ხაზგასმა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომელიც ბოლო დროს რაღაც გარკვეული განცხადებები იგივე კანადასთან, გრენლანდიასთან დაკავშირებით არის ამოვარდნილი იმ კონტექსტიდან და იმ საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან, რომლის დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს ჩვენსთანა პატარა ზომის ქვეყნისთვის. მიმდინარეობს აქტიური და ეს სურვილები, რაც გაცხადებულია, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს დარჩება მხოლოდ სურვილებად და რაიმე სახის მას და მხოლოდ დავა იმ დონემდე, რაც აქამდე ხდებოდა ისედაც, ეს არის გარკვეული გავლენის სფეროების გადანაწილება, შეიძლება ჰქონდეს აქვს ვიღაც რომელიღაც დიდ სახელმწიფოს რაღაც გარკვეული გავლენა ამ სახელმწიფოსთან და გაუჩნდეს სურვილი, რომ ჰქონდეს უფრო მეტი, ვიდრე დღეს აქვს. და ამ მიმართულებით ველოდები უფრო ნაბიჯების გადადგმას, ვიდრე რაღაც ტერიტორიულ მიერთებას, ან რაღაც ოკუპაციას, ან რაღაც გამწვავებას, იმიტომ რომ ეს არ შედის არავის ინტერესებში და განსაკუთრებით ეს არ შედის ჩვენი ზომის მქონე ქვეყნებში და მაქსიმალურად ხაზგასმელად, ყველა მაქსიმალურად არის აუცილებელი რომ ჩვენ არავინაფერს არ გვეკითხება სამწუხაროდ. პატარა ქვეყნებს არავინ არ ეკითხება რა გადაწდება და როგორ გადაწდება. აქ წყვეტენ დიდი მოთამაშეები. სამწუხაროდ ჩვენ ეს გასაგებია, მაგრამ ის მთავარი არსი, რო არის საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება შენარჩუნებული, მათ შორის აუცილებელია ჩვენი ქვეყნის. არა, ეს რო ჩვენი ქვეყნის პრიზმიდან გასაგებია, უყურეთ ბატონო ივანე, მაგრამ აქ უყურეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი რაც არის გასაგებია, მაგრამ აქ მსოფლიო იცვლება, ამერიკამ თქვა, აგერმე კანადა მინდაო. კანადა არის ამერიკაზე დიდი ტერიტორიულად. და კაცმა თქვა, რომ მე არ მაინტერესებს არაფერი, უნდა მივიერთო ეს ქვეყანაო. აქ ამაზეა საუბარი, ხვდებით? ის ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ეს საერთაშორისო რაღაცა პრინციპები უკვე წარსულს ბარდება, ხვდებით, რაზეა საუბარი? ხო და ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია, რომ რაღაცა წავიდეს მიმართულებას სახელმწიფოების, რომ რაღაც საერთაშორისო სამართალი და ეს პრინციპები ჩააბარონ წარსულს. იმიტომ რომ მივიღებთ არა მარტო რეგიონულ კონფლიქტებს, არამედ მათ შორის ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა უფრო მწვავე კონფლიქტებიც კი კანადა არ არის ხელწამოსაკრავი სახელმწიფო, ის დანიამაც განაცხადა, რომ არ იყიდება გრენლანდია, ის გრენლანდია არ იყიდება და აქ რაიმე საუბარი არის ზედმეტი და რაიმე სახის კომპრომისიც აქ არის გამორიცხული და რაზე ვსაუბრობთ ახლა, თუ ძალა აღმარცხ ხნავს და ეს პოლიტიკა უნდა გაატაროს, ეს ძალდის ცეცხლის კერებს გააჩენს ბევრ რეგიონში და ძალიან დამღუპელი იქნება მათ შორის ჩვენ ქვეყანაშიც. ამ ყველაფრის მიუხედავად ისედაც გამოწვევებს ჩვენ ვხედავთ
და ძალიან მნიშვნელოვანია რომ გეოპოლიტიკური ჩვენი ქვეყნის კონტექსტიდან რო ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაღელოს პირველში ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა რეგიონში, გვაღელოს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა იმ რეგიონულ სტრუქტურებთან, ძლიერ სტრუქტურებთან, თქვათ როგორც არის ევროკავშირი, გვაღელოს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა ისევ რეგიონულ და მსოფლიო რიგის მოთამაშეთან, როგორც არის რუსეთი, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც არის ჩინეთი და იგივე თქვათ რეგიონულ ძლიერი სახელმწიფოები, როგორც არის თურქეთი და ირანი. და ამ კონტექსტიდან გამომდინარე ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ იქცა ჩვენი ქვეყანა რეგიონალური გეოპოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ აქტიურ ფაზა, რაც დამსახურებაა იმ შიდა პოლიტიკური გარკვეული რადიკალური ჯგუფების, რომელმაც მიყიდეს საკუთარი თავი ამ რაღაც გარე უხეშ ძალებს, რომლებიც და თუ გადავხედავთ, ხო, ეს ცოტა რო გადავხედოთ ეს ჩვენი დღევანდელი პროცესები, რაც მიმდინარეობს ის პოლიტიკური ძალების წარსულს, ვინც ამას სათავეში უდგას და მათ პოლიტიკურ საქმიანობას თუ საიდან დაიწყეს, რას წარსული ჰქონდათ და ეს მაინც იმ დოზით საფრთხეს აღარ წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნისთვის. აი, ეხლა ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ, მე მინდა ისო ბატონო შოთა დავაბრუნო ჩვენთან ეთერში. ბატონო შოთა, თქვენ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე წლებია მუშაობს და მე ვფიქრობ, რომ აი ჩვენი ხელისუფლების დიდი შეცდომაა, რომ აი თქვენაირ სპეციალისტს არ იყედებს სათანადოდ. ერთკვირიან ტრეინინგს გაივლიან სადღაც რომელიღაცა ევროპულ ქვეყანაში და დანიშნავენ ამ ადამიანს სადღაც უსაფრთხოების საკითხებში. კაცი აგერ, რა ვიცი, 15 წელია მუშაობს ამ სტრატეგიულ საკითხებზე და მე ვფიქრობ, რომ ეხლა იცით რა, ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს ხელისუფლებიდანაც და სხვა მიმართულებიდანაც და მინდა უბრალოდ ეს სურვილი, ეხლა შოთა არ ჩემი ბიძაშვილი, არც მამიდაშვილია, უბრალოდ პატივსავწევ ამ ადამიანს, მაქვს კარგი ნაცნობობა და მინდა რომ ასეთი ადამიანები იყოს დასაქმებული პირველ რიგში ჩვენ უსაფრთხოების სისტემებში. ეს კაცი რუსეთში მუშაობს, რუსეთში ასწავლის, რუსეთის მთავრობასთან არსებულ უნივერსიტეტში. ეს ცოტა გადახვევა გამომივიდა, მაგრამ აი ბატონო შოთა, მაინტერესებს. ესე იგი, აფხაზეთში ახლა არჩევნები მიმდინარეობს და ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ამ საპრეზიდენტო არჩევნებში არის ადრუ გარძიმბა. ეს ადრუ გარძიმბა არის გუდაუთიდან. მე მინდა ხა წარმოდგენა რო გქონდეთ ამ პიროვნებაზე შემოგთავაზოთ მისი ხედვები, სხვათა შორის საქართველოსთან მიმართებაშიც და ძალიან საინტერესო იქნება მისი პოზიცია, რას ფიქრობს იგი საქართველოზე, საერთოდ რუსეთზე და იმ სიტუაციაზე, რომელიც არის საკმაოდ ცელი მასალაა, მაგრამ ალბათ ბევრისთვის საინტერესო. Мы должны стремиться к самому лучшему. И мы будем в числе тех стран и народов, которые будут относиться к самым развитым, высококультурным государствам. Это будет у нас, к этому мы должны стремиться. Нам необходимо международное признание. Нам необходимо урегулировать отношения с Грузией. Мы должны стать полноправным участником международного сообщества. Познакомились в тот период, когда он был министром экономики, а я был депутатом 6-го созыва Народного собрания. Ну, сперва по служебным вопросам пришлось столкнуться, а потом уже в общении все плотнее. Это уже вторая кампания у нас совместная. Поэтому я могу сравнить как бы от Гура с разницей в 5 лет. И думаю, что прогресс налицо в плане какой-то житейской мудрости стало больше. И тогда, чего греха таить, в нас всех, наверное, мальчишества было больше, какого-то такого лихачества. Но, тем не менее, сегодня мы в другом процессе, в других годах и в другом качестве. Сегодня он уже и посерьезнее, ход мысли более основательный. Видно, что пятилетка оппозиционная, так назову ее, со всеми негативными подтекстами, конечно, даром не прошла, она делает человека крепче и закаленнее, так скажем, в политическом смысле слова. Что касается Адгура Амирановича, мы уже старшее поколение, и несколько лет тому назад я внимательно начал присматриваться, потому что я считал, что наше поколение должно уходить и уступать место более молодым политикам, более молодым патриотам, сильным, мощным, сильным духом, которые могут возглавить страну. И я начал присматриваться к молодым политикам и обратил внимание на Адгура Амирановича. Обратив внимание, я начал изучать, как он, где он, почему он такой, смотреть его выступления.
посмотреть, вот, где он бывал, как он говорит. Когда закончилась Отечественная война народа Абхазии, ему было всего 12-13 лет. Прошел со своим народом весь путь послевоенный, а послевоенный путь очень был тяжелый, когда мы вместо зарплаты выдавали по 2 буханки хлеба. Ну, все это он, молодым человеком, проходил со своим народом весь этот путь до сегодняшнего дня. И вот Адгур Амиранович прошел через все тяготы серьезные своего народа. Один из тех людей, который может продолжить, там, может, чтобы вы понимали, это не высокопарно, дело Леона, дело Нестора Лакоба, дело Владислава Григорьевича может только Адгур Амиранович Арзенбах. Наше детство – это период войны, ну, немного довоенный период, я помню отчетливо довоенный период, школьные годы, у меня начинались еще довоенный период. Я учился в Бамборской средней школе в городе Гудаута. С нами училось очень много детей военных, летчиков, такой хороший интернационал. У нас даже учителя были, многие жены летчиков. Ну, период войны мы находились дома в Гудауте. Потом какое-то время, после того, как Гудауту один раз бомбили, вы помните, мы переехали в Дурипш. Здесь в 1931 году проходил так называемый Дурипшинский сход. Это первый был сход, который выражал недовольство абхазского народа. Это недовольство было связано с уменьшением статуса Абхазии до уровня автономной республики. Вопрос коллективизации вызвал большое недовольство, и здесь более 8 дней проходил народный сход. Очень жесткие были времена, тогда особо никто не церемонился, но Нестор Аполлоныч Лакоба приехал сюда, встретился с жителями, со своим народом, очень много времени потратил на то, чтобы донести свою позицию и позицию наших граждан до высшего руководства Советского Союза. То есть он не стал уподобляться некоторым руководителям, которые бы обвиняли бы своих граждан в каких-то антисоветских настроениях. Он сумел этот вопрос отрегулировать, и все обошлось. Но, тем не менее, мнение дурипшинцев, и не только дурипшинцев, здесь собрались представители всех абхазских сел, было услышано, и они взяли это во внимание. Мы самокритичны, это правильно. Но если бы другой народ закрыли бы в блокаде на 10 лет, что было бы с этим народом? Я сомневаюсь, что этот народ сохранил бы единство. Мы это преодолели. Кстати, вот сейчас недавно, когда были отключения электричества, посмотрите, как мужественно наш народ преодолел даже вот этот этап. Никакой паники. Люди сказали, мы будем терпеть. Мы знаем, почему мы это терпим. Мы терпим это потому, что сохранить наше независимое государство. У этого человека я не увидел никаких сомнений. Кристально чистый человек. Я знал и знаю, что сказал и сделает. Никогда человек осознанно не будет грешить, не будет показывать, что так хотел, а получилось так. И потому вот я и тогда, и сейчас очень доверчиво отношусь. И я даже скажу больше, в течение 5 лет он еще и вырос, он еще стал жестче, он еще глубже начал изучать не только экономику, но и культуру нашей страны, каждого подход. Он никогда не стесняется, если этот не знает, он спросит обязательно. Это означает, что я хочу изучить, я хочу глубже знать, и чтобы разбираться. И тогда, когда нужно будет внести какие-то там изменения в лучшую сторону, чтобы он мог говорить, что это не так. А вот я несколько раз это видел. Я за это начинаю больше его уважать и ценить. Наша команда Министерства экономики, я хочу вам сказать, что эта команда до сих пор существует, мы все вместе, они все рядом со мной, они находились все эти годы в моей общественной деятельности тоже рядом со мной, эти люди, потому что у нас по-настоящему такая здоровая, хорошая команда, мы ее собрали из людей по способностям. И у меня, не только у меня, кстати, в этом смысле хорошие были учителя, старшие люди, которые мне всегда давали советы на том или ином этапе.
Так, видимо, Всевышний распорядился, когда ты теряешь отца, он тебе посылает каких-то вот таких старших, мудрых людей, которые тебя направляют на том или ином этапе. Поэтому команда для меня имеет ключевое значение. Люди, которым ты можешь доверить любое направление и без оглядки уже на ту или иную задачу ты спокойно занимаешься другими вопросами. А эти задачи могут выполнять лишь те люди, которые обладают соответствующими навыками, обладают соответствующими способностями, опытом работы, принципиальностью, что немаловажно. У меня было много раз в работе такое, что я, допустим, принимал или хотел принять какое-то решение. Члены моей команды с этим не соглашались. Я принимал их сторону. Конечно, молодые, амбициозные, в хорошем смысле энергичные, принципиальные ребята, я всегда... Некоторые люди почему-то боятся окружать себя, знаете, умными, прогрессивными людьми. Это, наверное, своего рода комплексы. У меня этих комплексов, слава богу, нет, наоборот. Более того, что немаловажно, если вы собираете команду, вы всегда должны стимулировать людей на разного рода инициативы. Человек руководствуется далеко идущими какими-то амбициями, планами, целями, которые не заканчиваются там определенными экономическими проектами, сиюминутной выгодой и так далее. То есть этого никогда я не видел в его работе, и мне это всегда нравилось. Я старался у него много чему учиться, и в принципе, учитывая, что он был самым молодым министром, то есть можно сказать, что мы все, там вокруг него было много молодых ребят, мы все росли вместе с ним, мы все вместе с ним набирались опыта, каждый по своему направлению. Вот. А он был модератором всех процессов, таким стратегом, направлял всех нас. И вот как-то мы командно все шли к чему-то. Это не было сразу там сформулировано, что вот я там пришел на работу, он сказал, я хочу стать президентом через столько-то лет. Но чувствовалось, что какие-то масштабные есть амбиции. Я познакомился с Адгуром Амирановичем в 2016 году. В это время я работал в аппарате Кабинета министров в юридическом управлении, и Адгур Амиранович меня пригласил на работу в Министерство экономики. Адгур Амиранович поделился своим видением развития экономики, в частности, и вообще в целом развития страны. Я рассказал о своих идеях, как я вижу свою работу, как я ее хочу реализовывать. И мы пришли к согласию, я вышел на работу в Министерство экономики. Таким образом, вот уже около 10 лет мы работаем вместе. Я как сейчас помню, на прошлые выборы, в которых мы участвовали, это было в 2020 году, это произошло неожиданно для нас, потому что тогда, получается, был президент Рауль Хаджимба, и выборы признали недействительными и назначили неочередные выборы. Я помню один вечер, когда мне приходит сообщение от Адгура, или это была ночь, даже глубокая, по-моему, готов? Просто одно слово и знак вопроса. И я вот сразу все понял. Я написал, там, что всегда готов или, конечно, что-то такое. То есть я понял без лишних слов, о чем идет речь. Мне, к счастью или к сожалению, пришлось стать врачом, получив диплом, приехать и работать в 90-х годах. Самые, так скажем, нелегкие годы, так скажем, для медицины в частности. Главное, чему учат, это не тому, как проводить оперативные вмешательства, как лечить людей. Нас учили немножко другому, найти выход в любой ситуации, приспособить те средства, которые у тебя есть для решения задач. Сегодня, спустя 30 лет, я понимаю, на что нас натаскивали. И этот алгоритм действий, он сохранился и мне очень помог, например, в годы депутатства. Я уверен, в этой политической ипостаси, к которой готовлюсь, именно такой подход, найти выход в любой ситуации, правильный выход по возможности, конечно. Это будет то, что я могу привнести в эту команду. Если касаться того же Адгура, допустим, я считаю, что в любой команде должны быть люди, в одной команде, которые способны посмотреть на задачу с разных ракурсов, предложить другое решение, где-то, где надо покритиковать не ради критики, а ради нахождения более правильного решения, конструктивного.
Сегодня больше такое время команд, время конкретных идей и программ. То есть не личность должна объединять людей, а идеи, идеалы даже, я бы сказал. Вот когда вокруг идеалов собираются люди, это серьезное преимущество. Успеха достигают те народы и государства, которые способны долгосрочно, поступательно и последовательно двигаться к одной цели. И это возможно сделать лишь тогда, когда в государстве создаются институты, жизнедеятельность которых не привязана к жизнедеятельности той или иной политической команды. Наша с вами задача создать такие программы, создать такие институты, которые не привязаны к тому или иному лидеру или там, руководителю. Это ключевое значение. У нас были, конечно, разные выборы, разные моменты после выборов, когда президенты уходили под напором людей. Но сегодняшние выборы, конечно, не похожи. Раньше как-то говорили, там, боговщисты, хаджибисты какие-то. Сегодня у нас политическая идет борьба. Политическая. Политическая борьба со стороны Адгура Амирановича связана с сохранением государства абхазского. А борьба, я думаю, других кандидатов. Но, к сожалению, знаете, как получается? Кандидат в президенты должен быть самостоятельным человеком. Он самостоятельно иногда государственные вопросы должен решать, несмотря ни на какие там давления со всех сторон. Если он принял решение, он за нее должен отвечать. Как это было, допустим, с Владиславом Григорьевичем Арбузовым. Он решал, но многие, если слушать всех, то ты вообще ничего не решишь. Ну, поэтому Адгур самостоятельный человек, его никто не ведет. За ним идут уже люди, за ним пойдут люди. И он смело может решать вопросы, которые нужны для сохранения абхазского государства. Он это прекрасно знает. Для сохранения абхазского государства нужно, чтобы здесь люди работали на свое государство и дружили с нашими большими соседями, с Российской Федерацией. Мы не можем. Даже тогда, когда было нам очень тяжело от господина Ельцина, все равно мы не находили способ, мы никогда не говорили, что Россия, мы против России. И никто со стороны Адгура Амирановича не говорит, что мы к России, значит, никаких. У нас самые добрые, самые как дружественные отношения должны быть. Мы должны сохранить наше государство. Он и самостоятельный человек, еще раз хочу повторить. А другие кандидаты, мы же не пофамильно сейчас не рассматриваем. Потому что мой однофамилец может быть в другом лагере. Я схожу из того, что мне дороже мое государство. И поэтому тут фамилия не играет сейчас никакой роли. Если идеологически я согласен с кандидатом, я всегда буду рядом с ним стоять. И уверен, что он из тех людей, которые сохранит Абхазию и сохранит дружбу Абхазии с Российской Федерацией. Вкусная вода. Очень хорошие воспоминания. Все детство практически прям перед глазами встает. А здесь вот с этой стороны это уже село Джирхуа. Дальше туда Хуап. Вот Джирхуа, традиционное абхазское село. Есть один интересный исторический факт. Здесь в 1917 году в ноябре зародилось крестьянское движение Кераза под руководством Нестора Лакоба, которое впоследствии освободило Абхазию от грузинских меньшевиков. Это вот здесь тоже происходило. Так что, если мы про Дурипш говорили, что в 1931 году здесь был сход, первый сход против коллективизации, против ущемления статуса Абхазии, то здесь в 1917 году зарождалось освободительное движение Кераза. Так что это очень такие знаковые исторические места для Абхазии тоже. А для меня лично это в первую очередь воспоминания детства. Мы были здесь, в Дурипшах. Это каникулы, это 14 августа, это лето. Мы были здесь, в Дурипше. Я как сейчас помню этот момент. Мы во дворе играли, бегали что-то. И не помню, кто-то крикнул, сказал, что война началась. Все мужчины, наши отцы встали на защиту Родины. Мой отец пошел воевать. Я помню, как сейчас у него было небольшое ружье спортивное. Это то, что в простонародье называется мелкашка. Знаете, такие свинцовые пули. И вот с этим ружьем он пошел на войну. И вот эти воспоминания. Потом во время войны мы здесь находились. Ну, обычно, традиционно мы сажали кукурузу, там небольшой участок, может быть, там порядка
30 соток. Но когда шла война, вот все эти территории, вот выше вот сюда поля, все были засеяны кукурузой, потому что продовольствия не хватало. В Ачимчирском районе, в городе Тхварчал, потому что там Восточный фронт, там не было возможности обрабатывать земли. И дедушка, я помню, нас заставлял, мы были детьми, не понимали, зачем нам столько кукурузы. А вот он такой, он спокойный у меня дедушка был, такой абхазец, крестьянин, степенный, куча Арзенба. Вот. Но тут он проявлял строгость к нам. И он как-то даже один раз прямо вот палку поднял, говорит, как с взрослыми с нами, жестко. Говорит, вы не понимаете, говорит, там людям есть нечего, говорит, давайте. И вот этот момент я помню этот момент, вот как мы собирали вот здесь кукурузу. Ведь народ показал свою волю. Это не оппозиция никакая, там, не какие-то общественные силы, как там многие хотят. Это народ. Никакая оппозиция, никакой Адгур Арзенба или какая-то там партия ничего из себя не представляет, если народ не встанет. Это народ показал, всему миру причем показал, что абхазский народ, извините за жаргон, нагнуть никому не позволено. Ни у кого это не получится. Это весь мир хорошо и отчетливо увидел. Хотят инвесторы приходить в Абхазию, добро пожаловать, но на условиях нашего народа и в пользу для нашего народа. Поэтому мы с высоко поднятой головой будем двигаться вперед, преодолеем все сложности, и инвестиции будут в Абхазии, и торгово-экономические отношения с Россией будут увеличиваться, и международное признание придет к нам. Потому что мы доказали, даже сейчас всему миру показали, что мы по-настоящему независимое государство, мы в союзе с Российской Федерацией. Где касается войны, где касается стратегических, геополитических вопросов, мы вопросов никаких не задаем, обратите внимание. Война так война, пошли воевать, более 50 человек уже сложили головы наших граждан. Но все остальные вопросы, это вопросы, которые должны решаться в первую очередь в интересах абхазского народа. Здравствуйте, как настроение? Отлично! Молодцы, молодцы. Ну что, сыграем в шахматы? Да! Хорошо, давайте вперед. Во-первых, все решения надо принимать в спокойном режиме, не торопясь, без суеты. И каждый шаг надо продумывать на несколько этапов вперед. Вот шахматы в этом плане очень сильно помогают. Тогда ты можешь продумать свои ходы на 3, 4, 5, 6, 7. Это помогает предвидеть. ეს პიროვნება ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ საქართველოსთან ურთიერთობებით უნდა დაალაგოს, არჩევნებზე შეხვედრები იყო, სხვათა შორის აი ამ ადრუგ არძიმბასი და მისი გუნდის და იქ ითქვა, რომ თუ ჩვენ არჩევნებში დავმარცხდებითო, ჩვენო იარაღით უნდა მოვახდინოთო ჩვენი გარკვეული მიზნების განხორციელება. ანუ თუ წავაგეთო, იარაღით მოვახდეთ გამარჯვებას. На предвыборной встрече кандидатов в президенты Адгура Ардзимбы его сторонники сделали и такое заявление. Мы можем вытащить спрятанное у нас оружие. Не забывайте об этом. Тот самый Адгур Ардзимба на пресс-конференции кандидатов в президенты ушел от прямого ответа на вопрос журналиста, признает ли он результаты выборов, какими бы они ни были, в отличие от других претендентов, которые подчеркнули, что будут согласны с любым законным волеизъявлением народа. На этом фоне опасения туристов понятны. За стабильность и безопасность российские гости будут голосовать рублем. ამ პიროვნების შესახებ არის ძალიან ისეთი არაორდინალური რაღაც ინფორმაციები ვრცელდება. პირველ რიგში ის, რომ კი ამ კაცმა მოსკოვში დაამთავრა უნივერსიტეტი და მოსკოვში სწავლობდა, მაგრამ ბევრი თვლის იქ მედიაში ვრცელდება, რომ ეს არის თურქეთის კაცი. რომ თურქეთის ხელისუფლება გეგმავს და თურქეთის ხელისუფლებას აქვს საკმაოდ დიდი გავლენები, ეს თურქული გემები ისე შეივლიან და გამოივლიან იქ კასიშვილი ამაზე რეაგირებას არ ახდენს. აი რა სიტყოდით, აი ხა უსაფრთხოების თემებზეა საუბარი და ეხა ჩვენ გვეხება პირველ რიგში ხა სირია და ბოდიშ და კანადა და გინდა ეს გრენლანდია ჭირსაც წაუღია, ნამდვილად არ გვეხება კანადი და გრენლანდიის საკითხი ჩვენ, მაგრამ აი ეს აფხაზეთის საკითხი პირდაპირ დაკავშირებულია. რა სიტყოდით ამ არძიმბასთან დაკავშირებით და საერთოდ იმ საფრთხეებზე, რომელიც არის აი ამ თურქეთის მისწრაფებებს.
ნამდვილად ეს ძალიან საინტერესო კანდიდატი არის. ადრუ გარძიმბა ქმნის ახალ პოლიტიკურ რეალობას აფხაზეთში ის გამოდის როგორც ახალგაზრდა რეფორმატორი, მათ შორის სოციალური, ეკონომიკური პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით აქვს თავისი პროგრამა და ის თავაზობს ფაქტიურად იმას, რაც ამდენი ხანი არ შეუთავაზებია არავის აფხაზეთის მოსახლეობისთვის, აი იმ ტერიტორიაზე, ვინც დღეს ცხოვრობს. ეს de facto რესპუბლიკის ისტორიაში ფაქტიურად ახალი ფურცელია უკვე რა. და ბუნებრივია ის რომ ის ესე ვთქვათ ძლიერად იცავს თავის ნაციონალურ ინტერესებს, აცხადებს რომ კი ჩვენ ვართ რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეები, ჩვენ მზადა ვართ წავიდეთ ნებისმიერ ომში, გვერდით დაუდგეთ ნებისმიერ საკითხში რუსეთს, მაგრამ რაც ეხება ქვეყნის შიგნით მიწების გასხვისებას, ეროვნული ვთქვათ რაღაც სიმდიდრეების გაყიდვას და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში ის ამბობს რომ აქ ჩვენ გვაქვს ჩვენი ნაციონალური ინტერესები და გარკვეულწილად ჩვენ ვიმოქმედებთ ისე როგორც არის ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს. ანუ ის უარს ეუბნება ამ შემთხვევაში იმ პირობებზე, რასაც მას თავაზობენ რუსი ინვესტორები და ასე შემდეგ რა. ეს არ არის ისე ვთქვათ ხელწამოსაკრავი ამბავი. ჩვენ ამას უნდა მოვეკიდოთ ძალიან სერიოზულად. ის რომ ის მუშაობდა და სწავლობდა მოსკოვში და რუსეთში და დაახლოებული არის რუს პოლიტიკოსებთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გაატარებს მთელი 100%-ით რუსეთის ინტერესებს. მე ბევრი ვიცი, მათ შორის მეც მუშაობ, იძულებული ვარ ვიმუშაო რუსეთში, იმიტომ რომ აქ არ მოიძებნა ჩემი ადგილი. ამიტომ გამომდინარე აქედან ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მთლიანად ვეთანხმები საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, ვთქვათ, რუსეთის ხელისუფლებას, მაქვს ჩემი პოზიცია აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით და რატო გამოვრიცხავთ იმას, რომ ადრუ გარძიმბასაც აქვს თავისი პოზიციები. ეხლა რაც შეეხება მის ურთიერთობებს თურქეთთან. თურქეთს ზოგადად 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მაშინ როდესაც მოხდა ეს კონფლიქტი და ქართული მოსახლეობის გენოციდი მოხდა და გამოიდევნა იქიდან ქართული მოსახლეობა აფხაზეთის ტერიტორიიდან. არ ვიცი რატო რაღაცა თომ ამაზე არავინ არ საუბრობს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გკითხოთ ბატონ ზაურ ჭედლიშვილს, ის იყო საქართველოს ყოფილი ელჩი თურქეთში. რა პროცესები ვითარდებოდა მაშინ თურქეთში, როცა მიდიოდა ომი ჩვენს და სეპარატისტებს შორის, ჩვენს შეერაგებულ ფორმირებებს და სეპარატისტებს შორის და ქართულ ჯარს და სეპარატისტულ ფორმირებებს შორის. თქვენ შეგიძლიათ გკითხოთ მას, ბატონ ზაურს, ბატონ ზაური იყო მომსწრე იმისი, რომ იქ იკრიბებოდა მუხაჯირობა. მაშინ თურქეთის სპეცსამსახურები ხელს უწყობდა ამ ყველაფერს, რომ ისინი დახმარებოდნენ ფულით და შეერაღებით ისევე როგორც ჩრდილოკავკასიელი კონფედერატები და რუსი კაზაკები და ასე შემდეგ რა. და ეს მარტო რუსეთი არ ეხმარებოდა, ესე ვთქვათ და მარტო რუსული ბაზები არ ეხმარებოდა და მაშინ აფხაზ სეპარატისტებს. იქ იყო მთელი რიგი ძალები ამოქმედებული. მათ შორის სირიის აფხაზობა, მუხაჯირობა და თურქეთის მუხაჯირობაც იყო ჩართული. შემდეგ თურქეთი იყო ერთადერთი სახელმწიფო, ართული რუსეთს რა თქმა უნდა, რომელიც ახორციელებდა, ანუ გაეროს შემადგენლობიდან, რომელიც ახორციელებდა თავისუფლად მიუხედავად იმისა, რომ სანქციები იყო დაწესებული აფხაზეთზე და ყველა ერიდებოდა მეტნაკლებად მათთან ურთიერთობას, თურქეთი თავისუფლად ახორციელებდა სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს და მათ შორის ნახშირი დიდი რაოდენობით დღემდე გააქვს აფხაზეთთან. აი ეს რეალობა იყო და ადრე გარძიმბას ურთიერთობები ერდოგანთან და მის გარემოცოსთან ეს ღია წყაროებში შეგიძლიათ ნახოთ ყველამ ჩვენმა მაყურებელმა. ანუ თქვენ თვლით რომ ეგ თურქეთის კაცია? ნუ ესე არ შეიძლება საუბარი, ის არის თურქეთის კაცი თუ ეს არის რუსეთის კაცი, ის არის ძალიან კარგად დაახლოებული და ანუ გასაგებია, მაგრამ ინტერესებს, ანუ არის პროთურქული თუ პრორუსული აქცენტებით. უფრო მეტად ის არის პროთურქული აქცენტების მატარებელი, იმიტომ რომ მას სურს გამოვიდეს რუსეთის გავლენის სფეროდან და დააბალანსოს სიტუაცია. ჩვენ გვესმის, რომ მარტო ცალკე აღებული ადრუ გარძიმბა ვერაფერს ვერ უზავს, ვერც პუტინს და ვერც ერდოგანს. ამიტომ ის აბალანსებს ამ სიტუაციას, ხო? მას ძლიერი პოზიციები თურქეთთან მისცემს უკვე რაღაც ვაჭრობის და რაღაც დაინტრიგების და სპეკულაციების საშუალებას რუსეთთან.
რომ თავის ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოოს უკვე საშინაო და საგარეო პოლიტიკა. თუ დავაკვირდებით მის განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, ეს ძალიან საინტერესო განცხადებაა. ის არ ამბობს, რომ ეს უნდა დაბრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთი, მაგრამ ის ამბობს, რომ ის მზად არის და ის ამბობს, რომ უნდა იყოს მოლაპარაკებები საქართველოსთან და უნდა დარეგულირდეს ეს თქვათ კონფლიქტი. ამას ეს ამბობს, მაგრამ ის არ ამბობს იმას, რომ ტყუილი და ცრუ მოჩვენებები რო არ კონდეს და ილუზიები ჩვენთან ხალხს, რომ არიკა ის მზად არის ეხლა რომ უკან შემოგვიერთეს, არა. ესეთი რამ მას არ უთქვამს და ის ძალიან საინტერესო არის იმ კუთხით, რომ მე ვფიქრობ, რომ რაღაცის ამ მზაობას ამბობს და მზად არის ამისთვის, ამ დალაპარაკებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს მასა რაღაც გზები, რომ აი ვთქვათ, თუ კი ვთქვათ რუსეთში არ უნდა ჩასვლა, აგერ ბატონო თურქეთში დაელაპარაკონ მას. და თურქეთში ისაუბრონ, იმიტომ რომ თურქეთის გავლენები გაძლიერდება აფხაზეთში. ჩვენ ნუ გვავიწყდება ის, რომ 300-400 წელი აფხაზეთში ოსმალური გარნიზონები იდგა და აფხაზეთი ფაქტიურად იყო ოსმალეთის ნაწილი რა. ოსმალეთის იმპერიის და აფხაზეთი 1810 წელს როგორც ცალკე სამთავრო ისე შეუერთა, მაგრამ შერვაშიძემ მაშინდელმა აფხაზეთის გამგებელმა ქართულად მიწერა წერილი და მანამდეც ქართულად ჰქონდა მიწერმოწერა და ლოცვაც ქართულად აღევლინებოდა იმ ქრისტიანულ ნაწილში, მაგრამ ეს ოსმალეთის ტერიტორია იყო. მთელი 400 წლის განმავლობაში იქ ოსმალური გარნიზონები იდგნენ რა. ამიტომ თურქეთს რა თქმა უნდა საუბარია დიდ დიასპორაზე, დიდი გავლენები აქვს დღემდე აფხაზეთში და თურქეთს ექნება გავლენა ადრუ გარდიმბას პროცესის შემდეგ და ადრუგიც რა თქმა უნდა იქნება მოწადინებული იმაზე რომ დააბალანსოს სიტუაცია და თურქული გავლენები გაზარდოს ამ ტერიტორიას. რადგან ყავდეს ფარველი. და ჩვენ ხო ვიცით დღეს რო ეხა რეალურად ერდოგანი არის რეგიონში უძლიერესი მოთამაშე რა. და ერდოგანს ძალიან დიდი გავლენები აქვს საქართველოს ხელისუფლებაზე. ანუ შეიძლება თუ არა თქვენი აზრით, აი ეხა ეს შეიძლება ცოტა ისეთი რაღაცა ფანტაზიის სფერო არის, მაგრამ ეხლა აი მოდი ცოტა ჩვენ ცოტა მაღლა წავიდეთ. შეიძლება თუ არა თურქეთი, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან ისეთი ნორმალური ურთიერთობა, თურქეთი დაეხმაროს საქართველოს იმაში, რომ გარკვეულწილად აი მაგალითად ფედერაციული მოწყობის სისტემის შემთხვევაში შემოვიდეს აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში. აი ესეთი რამე თუ არის შესაძლებელი, რომ თურქეთის დახმარების მეშვეობით, იმიტომ რომ ეხა თურქეთი აფხაზეთს ვერ მიერთებს. თუ საქართველოს არ გადაყლაპა მთლიანად, ხო? ხო და არა, თურქეთს ეს არ ჭირდება, ეს ხო და აი არა, გასაგებია და აი შეიძლება თუ არა, უშვებ თუ არა, რომ აი ჰიპოთეზურად რომ თურქეთი დაეხმაროს საქართველოს აი ამ თავისი გავლენის ქვეშ ყოფი აი ამ ადრუგ არძიმბას მეშვეობით მომზადდეს ნიადაგი ეს ეხა 1 და 2 ესე უცბად არ მოხდება მაგრამ დაიწყოს ეს პროცესი აი ჰიპოთეტურად თქვენ უშვებთ ამას შეიძლება თურქეთი იმთავითვე იყო დაინტერესებული ამ რეგიონით მე უკვე როგორც თქვი ან 90-იან წლებიდან მოყოლებული და ჩვენ ვიწრო წრის სპეციალისტებმა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებმა, პოლიტოლოგებმა, უსაფრთხოების სპეციალისტებმა ვიცით რომ და მე პირადად მქონია შეხვედრები დენის სამიტთან, ის არის ბრიტანელი, მან შექმნა კავკასიური პლატფორმა, სადაც თურქეთი იყო აქტიურად ჩართული. ეს იყო 2005-2004 წლიდან მოყოლებული ეს პროგრამა მუშაობდა 2009 წელს უკვე მე შევხვდი მას თბილისში. აი ეს მაშინ ჯერ კიდე სააკაშვილის პერიოდი იყო თუ ეს იყო 2008 წელი, ახლა ზუსტად ვეღარ ვიხსენებ. და მაშინ თურქეთი გამოთქვავდა საკმაოდ აი ამ პროექტში, ამ კავკასიურ პლატფორმაში თურქეთს ჰქონდა ესეთი პოზიცია, რომ ის უნდა მისი პოლიციური ძალები უნდა განლაგებულიყო აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამ კონფლიქტის ზონაში და თურქეთი თავაზობდა პლატფორმას, ანუ რაღაც ფორმით მოლაპარაკებებისთვის, რომ შემდეგ მომხდარიყო დარეგულირება ამ საკითხის და კონფედერაციის სახით თუ რაღაც სხვა სახით განიხილებოდა ეს საკითხები, აფხაზეთი, ვთქვათ, ესე ვთქვათ, ყოფილიყო საქართველოსთან სამოკავშირეო ხელშეკრულებით თუ ასე შემდეგ დაკავშირებული და მომხდარიყო ამ კონფლიქტის დარეგულირება. ეს იყო, თურქეთს ჰქონდა მაშინ ეს პროექტი და ეს პროექტი არცად არ წასულა, ხა დენის სამიტი შემდეგ უკვე საქართველოსთან წავიდა, ის უკვე ბოლო წლები აქ აღარ ჩამოსულა და ბრიტანეთის ჩართულობა იყო და ამ ორგანიზაცია ლინქსის ძალიან მაღალი ამ საკითხში, ამიტომ დღეს მე არ გამოვიცხავ იმას მე პარტია ვათანის წარმომადგენლებთან თანამშრომლობ უკვე წლებია, ჩემი მეგობრები არიან ისინი
და ერდოგანის რჩეველი ჩემი უახლოესი მეგობარია, ჩვენ ერთად მოგვიწია მუშაობა მოსკოვში ერთ კვლევით ცენტრში და მეჰმედ პერეჩიკთან ერთად და მე ვიცი რომ თურქეთს აქვს გარკვეული სერიოზული დაინტერესება ამ საკითხების მიმართ და თურქეთს სურს რომ თავისი ეკონომიკური როლი გაიზარდოს და თურქეთი რაღაცის სანაცვლოდ შეიძლება მზად იყოს რომ მედიატორის როლი ითამაშოს. ოღონდ თურქეთმა უნდა მიიღოს ეკონომიკური ესე ვთქვათ დივიდენდები აქედან და პირველ რიგში საუბარი არის ინვესტიციებზე აფხაზეთის ტერიტორიაზე. თურქეთს არ აინტერესებს ეს ვთქვათ შეიძლება რომ თურქეთმა ითამაშოს როლი საქართველოს გარკვეულწილად აი იმ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დადებითი როლი. რა თქმა უნდა, თავისი ინტერესების სანაცვლოდ, თუკი აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნება სრულიად თურქული ინვესტიციები და მსხვილი თურქული ინვესტიციები განხორციელებული პორტები, აეროპორტები, კურორტები და ასე შემდეგ გადაეცემა თურქეთს. ნუ ახლა ბოდიში ახლა ბატონო შოთა ახლა თქვენს კარგად იცი ხა ტერიტორია იყოს ჩვენ შემადგენლობაში და იქ ქართველები არ იყვნენ, ეგეც არ გამოვა, ხო? ანუ თურქეთი არა, რა თქმა უნდა, იქ ქართველები იქნებიან. მე ვფიქრობ იმაზე, რომ ეს რეინტეგრაციის პროცესი უკან დაბრუნების ამას ეს მოლაპარაკებების საკითხია. გასაგებ, მე თქვენ დაგიბრუნდებით ამ თემაზე ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს, იმიტომ რომ ეს ისეთი თემა მინდა რომ ამაზე ფოკუსირება გავაკეთო ჩვენ და ამ თემაზე აი რასაც თქვენ შეჩერდით გავაგზავნებთ საუბარს უბრალოდ ჩვენ სტუმართან მინდა სხვათა შორის ჩვენი სტუმარიც აფხაზეთიდან არის რომ იცოდეთ ბატონო შოთა ბატონი ივანე მეფარიშვილი არის გაგრიდან და ყველაზე უფრო მისთვის არის ეს თემა ნაცნობი და მტკივნეული და აი თქვენ როგორ უყურებთ აი ახლა არჩევნების გარკვეულწილად პერიპეტიებს რამდენად საქართველოსთან მიმართებით აი ჩვენმა ხელისუფლებამ რა დამოკიდებულება უნდა იქონიოს ახლა სწორად თქვა ბატონმა შოთამ ახლა ამ კაცმა თქვენ თვითონაც ნახე გამოვიდა მეო საქართველოსთანო ჩვენო რაღაცა რომ დავალაგოთ ურთიერთობა ამიტომ ჩვენც მე მგონი უნდა ვიაქტიუროთ იმიტომ რომ ახლა დიალოგის გარეშე ახლა ჩვენ ყავს აქ საქართველოში აფხაზეთის მთავრობა გასაგებია და ის ახლა ეწინააღმდეგება იმას რომ ჩვენ აი ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაელაპარაკოს თქვათ სიტყვაზე იმიტომ რომ თვლიან რომ თვითონ არიან აქ ისა მაგრამ ახლა მთავარი რეალობა რაც არის ახლა მე პატივს ავწენ ბატონ ჯემა გამახარიას გასაგებია აფხაზეთის მთავრობას მაგრამ მოცემულობა ეს არის შევარდნაძის დროს ჩამოდიოდა აქ ბაღაფში ჩამოდიოდა აქ ანქვაბი ჩამოდიოდნენ პრიმაკოვის მეშვეობი და თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო საქართველოს შემადგენლობაში და შემოსულიყო და მე ეს 2003 წლის რევოლუცია მოხდა აი როგორ უყურებ ჩვენ როლს აი ამ მიმართებაში აი მე მგონი რომ დავიწყოთ რაღაც გარკვეული დიალოგი აფხაზეთთან ის საინტერესო ვითარება ხდება აფხაზეთში ბოლო წლების განმავლობაში მრავალი თემა მან იქცა ძალიან წვავე პოლიტიკური დუღილის საბაბად და ბოლო მათ შორის საფუძველი და შედეგი ის იყო რომ გადატრიალება არაერთხელ მოხდა ბოლო 10 წლის განმავლობაში მესამე გადატრიალებაა სადაც დანიშნულია ვადამდელი არჩევნები ბოლო თემა ის რაც იყო რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიეცათ შესაძლებლობა რაღაც კერძო საკუთრება გაჩენოდათ და ინვესტიცია განეხორციელებდათ მათ ეს აღიქვეს როგორც საკუთარი ნაციონალური ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და ჩათვალეს რომ ამ პოლიტიკით მოხდებოდა მათი ასიმილაცია რუსებთან და საბოლოოდ ის დაკარგავდნენ სახელმწიფოს. მათი პოლიტიკის ღერძი მამოძრავებელი მაინც არის ის რომ მიიღონ დამოუკიდებლობა მათ ქვეყანასთან გაიხსნათ კარი რომ მათ ქვეყანასთან დაამყარონ ურთიერთობა მათ შორის განიხილავენ რა თქმა უნდა თურქეთთან და მათი ეთნიკური აფხაზებიც არა ცოტა რიცხოვნობაც და ძირითადად მათი პოლიტიკა აქტიური რომ მათთან დაამყაროს ურთიერთობა და ამ ხალხს შეთავაზოს თურქეთში ცხოვრებ ეთნიკურ აფხაზეთში დაბრუნება და ძირითადი აქტიური 80% პოლიტიკის მათი ძირითადად ამით შემოიფარგლება, მაგრამ ის თუ თურქეთის ოფიციალურ სტრუქტურები მათთანაც დაიწყებენ ურთიერთობას, ამაზე რა თქმა უნდა სიხარულით ბედნიერებით შეხვდებიან. დიალოგი ხა თურქებთან აქვს, მაგრამ ხო, ამას რა თქმა უნდა ისინი სიხარულით შეხვდებიან იგივე ბელარუსის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას და თუ რაღაც ნაბიჯს გადადგამს ბელარუსი, რომელიც მათ ოფიციალურ სტრუქტურებთან ვისარგებლებს შემთხვევით და მადლობას გადაუხდი ბელარუსის ხალხს და ბელარუსის სახელმწიფოს, რომელიც მათ არაერთი ზეწოლის მიუხედავად არ მოახდინა ამ სეპარატისტების აღიარება და კვლავ დგას ჩვენ ყველას გვესმის თუ რა სახის შეიძლება ზეწოლა ყოფილიყო მათზე, მაგრამ ბელარუსმა მაინც შეინარჩუნა ის რომ აცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
და არ აღიარებს ამ რაღაც ახალ წარმონაქმნებს. ბატონმა შოთამ ძალიან საინტერესო ახსენა, რომ თუ მათ არს უთხრე საუბარი თქვათ რუსეთში ამ აფხაზებთან, შეიძლება ეს გამოყენებული იქნას თურქეთის ტერიტორია, მაგრამ მე ვფიქრობ, სავსებით დღეს არის შესაძლებელი იგივე ენგურიხის ხიდზე მოეწყოს რაღაც მოლაპარაკების თქვათ რაღაც კარავი, რომელშიც აფხაზური სეპარატისტული ჯგუფების წარმომადგენლები და საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების ხელმძღვანელები პირველ რიგში დაიწყებენ საუბარს იქ მცხოვრები მოქალაქეების სოციალური კულტურული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის რაც ერთ-ერთი წინაპირობა იქნება სხვა საკითხების მოგვარებისაც, იმიტომ რომ მათ აფხაზებს მარტო ეს არ ჭირდებათ, რომ ჩვენ აქვე საუბრობთ, რომ ჩვენი ხართ, აუცილებლად ჩვენს მოვალთ და აუცილებლად გახდებით ჩვენი, მათ ჭირდებათ რას ვთავაზობთ ჩვენ მათ, კონკრეტულად რა გეგმა, როგორ იქნება აფხაზები დაცულები ჩვენ შემადგენლობაში, რა სტატუსი ექნებათ, როგორ იქნება მათი ინტეგრაცია იმ მძიმე მოვლენების შემდეგ, რომელიც მოხდა 90-იან წლების კონფლიქტს გულისხმობ და მათი კულტურა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პირობებს ამ პოლიტიკურად გადაწყვეტის ამ პრობლემამდე ძალიან ბევრი გვიკლია, მაგრამ ის რომ დავიწყოთ სოციალური კუთხით გაუმჯობესება რაღაც ჰუმანიტარულ დახმარებებს შევთავაზოთ. მეგონი ჩვენ ბევრ ამას ვაკეთებთ ახლა აფხაზებისთვის და გეტყვით რაში. აი მაგალითად რუხში, სადაც არის შექმნილი ეს სამედიცინო დაწესებულება და თბილისში სხვათა შორის. აფხაზეთის სეპარატისტების ლიდერები მკურნალობდნენ, მაგალითად ქიშმარია გალის გამგებელი, მე ვიცი რომ კურნალობდა, არაერთი აფხაზი ჩამოდის და კურნალობს ცეხეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით. მაგალითად ის რომ ენგურხესიდან ჩვენ მათ მივაწვით უფასოდ ელექტროენერგიას, მაგალითად ის რომ გარკვეული პროექტები ხორციელდება ასევე მათი მხარდაჭერისთვის. ამიტომ აფხაზები გარკვეულწილად ჩვენგან იღებენ ახლა სიკეთეებს, ახლა ვერ იტყვი რომ ეს არ არის დაწყებული. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტემპების გაზრდა აფხაზებთან მოსალაპარაკებლად და გარკვეული ფორმატების შექმნაც მათ შორის, რომელიც არსებით საკითხების ძირფესვიანად პრობლემების იქ არსებული პრობლემების ძირფესვიან გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. მთავარი თუ რაზეც ვთანხმდებით კონფლიქტის მხარეები ის არის რომ ეს კონფლიქტი უნდა მოგვარდეს. კონფლიქტის გაგრძელებით არც ერთი მხარე არ არის დაინტერესებული, ასეც მიუთითებს მათ შორის ის კანდიდატების განცხადებები, საპრეზიდენტო კანდიდატების განცხადებები, რეალური კანდიდატის განცხადებაც, რომელიც რეალური შანსი აქვს რომ გახდეს პრეზიდენტი და ამის ყველაფერი შესაძლებლობა ეს სურვილები ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გარკვეულად მივაჩნია რომ ამ ბევრი წლების განმავლობაში გარკვეულ დროც დავკარგეთ, ეს ალბათ იყო გეოპოლიტიკური ბრძოლების რაღაცა გადმოძახილიც, რადგან აქ კონკრეტულ ჯგუფებსაც არ არის გამორიცხული, არ ეძლეოდა შესაძლებლობა გაეკეთებიათ უფრო მეტი, ვიდრე დღეს კეთდება, ან რაღაც სახის მინიმალური პრობლემები მაინც მოგვარებულიყო. დღეს ის რომ დღეს რაღაც სამედიცინო დახმარებები ხორციელდება და ბევრი მცხოვრები იღებს წდომა აქვს, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ იგივე გალის რაიონში ქართულ მოსახლეობას არ აქვს წდომა რომ მათ საშუალო განათლება მიიღონ ქართულ ენაზე. სკოლებში ქართული ენების სწავლება არის შეზღუდული. ამიდან რომ დავიწყოთ, თქვათ რომ ეს ამ ხალხთან ურთიერთობა ის რომ აფხაზები დავარწმუნოთ მართლ სეპარატისტები რომ მიცენ შესაძლებლობა ეთნიკურ ქართველებს გალის რაიონში რომ იგივე სკოლაში ისწავლონ ქართულად. ხო, მაგრამ აი ეს არის უკვე დიალოგის აი ყველაფერი ის რომ სწავლა რო ქართულად იყოს, ის რომ ეს დობა რო აღდგეს, ხო, ეს ყველაფერი არის დიალოგმა უნდა მოიტანოს. აი ხა ბატონი შოთაც საუბრობდა ამ შედეგად და მეც უნდა ვთქვა, ეხლა თქვენ პირველ რიგში მე ვიცი რომ უამრავი დევნილია. ერთი რამე არის რა, ჩვენ აი ლოზუნგი რო გვაქვს კიდე ხშირად გაიგონებ. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთ და სამაჩაბლო. და იქ არავინ არ იძახის რომ თუ ამას იძახი, შენ ისიც უნდა თქვა, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთ და სამაჩაბლო, აფხაზებიანა და ოსებიანა. იმიტომ რომ ეხლა აფხაზ და ოს რო ესმის ეს ლოზუნგი თulis რომ ამათ უნდა ჩვენ რო წაიღონ ტერიტორია ჩვენს გარეშე. რა ვიცი, მე დახმებით თუ არა ბატონო შოთა თქვენ აი ამ განცხადებაში რომ აი ეს ლოზუნგიც უნდა იყოს რაღაცა თუ სწორად იქნეს ფორმულირებული. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით ამაში, იმიტომ რომ ჩვენ ამ ტერიტორიებს ფაქტიურად ამ ხალხის გარეშე ვერ დავიბრუნებთ, იმიტომ რომ მაშინ უნდა გამოდის რომ საერთოდ უნდა დავაცარიელოთ ეს ტერიტორიები და ეს შეუძლებელია. ჯერჯერობით უამრავი ნათესაური კავშირები გვაქვს იგივე ცხინვალად ოსებთან, ანუ სამაჩაბლოს ოსებთან, აფხაზებთან და
ამ ხალხის ესე ვთქვათ რაღაცა მილიტარისტული კუთხით ვთქვათ გაწმენდა და იმის მოწყობა რაც მათ მოუწყეს ვთქვათ სეპარატისტებმა ქართველებს ეთნოცვების ეს აბსოლუტურად გამორიცხულია და მე ამას მხარს არ ვუჭერ ეს ერთი ბოდიში ბატონიშოთ აი თქვენ რამდენად ეხლა ჩვენ სხვათა შორის გვისმენენ აფხაზეთშიც და ცხინვალში მე რომ მივდიოდი მაგალითად ეხლა აი ვლადიკავკაზში ვიყავ ჩასული ჩემთან მოვიდნენ ვლადიკავკაზელი ოსები და აი რაღაცა ძალიან ისეთი საინტერესო და თბილი საუბარიც იყო და ამიტომ ეხლა მე ერთ რამეს გეტყვი თქვენს და ჩვენ სტუმრებსაც მინდა უთხრა ეს რომ გასაგებია რომ იურიდიულად სამართლებრივად რაღაცა ტერმინოლოგია შეიძლება ისე იხმარო ადამიანმა როგორცაც ხმარო მაგრამ ეხლა ცოტა ხო ხვდებით აი ეს ეხლა არ მინდა იმის თქმა თქვენს კარგად ხვდებით რაზე მაქვს ეხლა საუბარი ხო ხვდებით ჯობია მხარე ვიხმაროთ აფხაზური ოსური მხარე ვიდრე ის რაც მათ გააღიზიანებს ხვდებით ეხლა ჩვენ თუ გვინდა მათთან დიალოგი შენ ვერ მიხვალ და ვერ ეტყვი რომ სეპარატისტო და ისაო ხო ხვდებით რას გვიძახი ამიტომ აქაც კი აქ გაკეთებულ განცხადებებშიც მე მგონი ცოტა ისა გავიხედოთ თუნდა იქითკენ იმიტომ რომ ჩვენს გვისმენენ და ძალიან ისე აქტიურად და ამიტომ რაღაცა ფორმულირება ტერმინებშიც უნდა იყოს მე მგონი და ნუ რა თქმა უნდა როცა საქმე მიდის იქამდე რომ არის მზაობა ორივე მხრიდან დაიწყოს დიალოგი ეს ტერმინოლოგია უკვე ამ საუბრის დროს აღარ იქნება გამოყენებული. მაგრამ აქაც არ იყოს ჯობია, იმიტომ რომ როცა გისმენენ შენ, როცა ადამიანი გიყურებს და მე შენ მიდიხარ მოლაპარაკებაზე და აქ რო გამოხატავ შენ მათ მიმართ პატივისცემას, მე უკვე ის უკვე სხვანაირად ხდება. მე ავიცი ესე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, მე გეთანხმებით მაგაში, მაგრამ არის გარკვეულწილად ეს უბრალოდ პოლიტიკური დაგროვილი გასაგებია მოყვება ეს ყველაფერი. გამოიყენება საექსპერტო წრეებში და გამოიყენება ეს ჩვენ და მოდით გავაგრძელოთ ეხლა საუბარი იმაზე ჩვენ საუბრობთ ანუ ამ მოსახლეობის ჩვენ მოსახლეობით უნდა დავუბრუნოთ ეს და ეს მოსახლეობა არსად არ წავა შეიძლება რაღაც გარკვეული ნაწილი ვთქვათ წავიდეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ეს მათი გადასაწყვეტი არის მაგრამ ძირითადი მოსახლეობა 90% დარწმუნებული ვარ დარჩება იქაც და იქაც ხო ამიტომ ამაზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის მიდგომები გამოვიმუშაოთ ეს მიდგომები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ ამ ხალხთან ვიმუშაოთ იმიტომ რომ ეხლა თუ ჩვენ ცხინვალ ოსებზე გვაქვს საუბარი მათ ისინი ფაქტურად ყველა მიცის იქ ქართული ენა ის მე მიჭირს თქვათ ისინი განვასხვაო ქართველებისგან იმიტომ რომ ჩვენ შორის ფაქტურად არაფერი სხვაობა არ არის მაგრამ აი აფხაზეთში განსხვავებული მდგომარეობა ლინგვისტიკის თვალსაზრისით რაღაც მენტალური თვალსაზრისით სხვაობები გვაქვს და გამომდინარე აქედან იქ ცოტა გაგვიჭირდება და მათი განწყობებით სხვათა შორის ცოტა არ იყოს ნეგატიურია ჩვენს მიმართ რა ნეგატიურია და ისინი ახლა ჩვენთან უფრო მეტი პოზიტივი მიდის რომ აი ჩვენ ძმებს უწოდებთ მაგრამ იმათი მხრიდან ფაქტურად მე ბევრს შევხვედრი ვარ და სიმართლე გითხრათ რომ არ მომისმენია ერთეულებისგან თუ თქვენ ოსებზე ლაპარაკობთ თქვენ? ბატონო? ოსებზე ლაპარაკობთ? არა, მე ვსაუბრობ აფხაზებზე. ოსებზე არა მაქვს. ოსები პირიქით, ოსები ფაქტურად მე ვთქვი რომ ისინი ჩვეულებრივად მე მიჭირს განვასხვაო ქართველებისგან ოსები და მათი მხრიდან მე ნეგატიური აზრიც არ მომისმენია ჩვენს მიმართ და რაც შეეხება აფხაზეთში განსხვავებული სიტუაცია არის თქვა ამას ვამბობ და იქ დიდი სამუშაოა მოკლედ გასაწევი ძალიან ნეგატიურად არის განწყობილები ჩვენს მიმართ და გაიზარდა თაობები აფხაზეთში რომლებსაც გარკვეულწილად რაღაც გაყალბებული ისტორია ასწავლეს და ფაქტურად ისინი ჩვენ ვიყურებენ როგორც მტრეებს ესე ვთქვათ ოკუპანტებს მტრეებს და ასე შემდეგ ამიტომ ეს დიალოგი დასაწყებია და საქართველოს ხელისუფლება ისე ცოტას არ აკეთებს ჩემი მეგობრები მუშაობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ისინი ხშირად ყვებიან იმას რომ მიდის სისტემური მუშაობა, მათ შორის ჯანდაცვის პროგრამები არის, რომელიც ხორციელდება. სხვადასხვა პროგრამები არის, რომელიც ხორციელდება და საქართველოს ხელისუფლება ცოტას არ აკეთებს. ჩვენ ელექტროენერგიასაც კი ვაძლევთ მათ ფაქტურად უფასოდ და
აქ პოლიტიკურ ნებაზეა უბრალოდ საუბარი. აი დიდმა მოთამაშეებმა იგივე რუსეთმა და თურქეთმაც უნდა ჩაერთოს ამ საკითხში და ჩვენ დავინახეთ ხო ანუ ესე არ არის რომ ვიღაცამ ხელი წამოკრას და ესე უთხრას და ესე გააკეთებინოს იმ აფხაზებს რა ესე არ ხდება ჩვენ დავინახეთ რომ ისინი ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევენ იგივე რუსეთსაც კი როცა უკვე მათ ნაციონალურ ინტერესებზე დგება საქმე და ნეტა ესე ვიყოთ ჩვენ საქართველოში როცა ქართული მიწების გასხვისებაზე მიდის საქმე ჩვენთან ნებისმიერ შეუძლია ჩამოვიდეს იყიდოს მიწა ეგ ან იჯარით გადაეცეს 90 წლით და დადგას თავისი ესე ვთქვათ ააშენოს თავისი დასახლებები და ასე შემდეგ. გეთახმებით აი ფათაშორის აი ეს არის სხვათაშორის ბატონოშოთ აი ადრუგ არძიმბა რომელიც გამოვიდა იქ აი ჩვენ წარმოადგენთ პირი და მან თქვა ესეთი რამ რომ თელი მსოფლიო გავაოცეთო ჩვენო როდესაცო გაუძელით აი ამ წდეხსო მათ ეგონათო ჩვენო რომ გავტყდებოდითო და ჩვენ ინვესტორებს მივცემდითო ამ ჩვენ მიწებსო კი ბატონო ჩვენ ინვესტორების წინამდეგი არა ვართო მაგრამო იყოსო ეს ჩვენთვის ჩვენი სუვერენიტეტი მომგებიანი პირობები ხო მომგებიანი პირობები და ჩვენთან სამწუხაროდ საქართველოში ბოდიში და იმაში კაპიკებშიც ვაძლევთ მიწებს და ესე იგი ჩვენი ეროვნული ინტერესი დაცული კი არა შებრალული არის ესე იგი აფხაზები უფრო პატრიოტები აღმოჩნდნენ თავიანთი გარკვეულწილად აი ამ მიწაწყლის ვიდრე ჩვენ იმიტომ რომ ეხლა შეიძლება კაცო ვერ გავიგე ეხლა რომ აი ესე უპრაგონოთ ვაძლევთ მიწები უცხოელებს და რაღაცა კორპუსები აგვიშენო კორპუს ქართველიც კი ააშენებს ხო ეხლა საქმე იმაში არის რომ ბატონ ნიკოლოზ და ჩვენ ტელემაყურებელს მინდა უთხრა რომ ჩვენ ისტორიულად ესე ვიყავით ჩვენი სამარცხვინო ფურცლები არის ისტორიაში დიდი მადლობა ბატონო შოთა საინტერესო იყო თქვენთან საუბარი ამით დავემშვიდობებით ბატონ შოთა აფხაიძეს და აი მართლაც ეხლა მე მინდა რომ ჩვენ სტუმართან გადავიდე სტუდიაში სამართლის ექსპერტი ივანე მეფარიშვილი აი ძალიან საინტერესოა მართლა რომ აი ჩვენ მართლა ეს დობა აღვადგინოთ იმიტომ რომ ეხლა აი წარმოგიდგენთ ქიშმარია ხო ბრძოლობდა ქართველების წინააღმდეგ გალის ისე რომ იყო წარმოადგენდა და მე მკურნალობდა აქ რესპუბლიკურში ეს რუხში სავატყოფო სპეციალურად მაგიტო აშენდა რომ რა თქმა უნდა ქართველებაც იმკურნალონ მაგრამ აფხაზებმა რომ ძირითადად აქცენტი აფხაზებზე იყო გაკეთებული და ჩვენ უნდა დავანახოთ მათ იმ რომ ჩვენ არა ვართ მათი მტრები მათ გონიათ რომ საქართველოს კლავას იარაღს აღისხამს და წავა მათ წინააღმდეგ აი ეს იდეოლოგია მიდის მათ და ეს უნდა გაქრეს ანუ მოიხსნას გარკვეული ბარიერები და შემდგომ უფრო ადვილი იქნება მათთან უკვე თანამშრომლობაზე და იმ მიზანზე საუბარი რა სანუკვარი მიზანი ჩვენ გაგვაჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა კულტურულ სოციალურ ურთიერთობებს იგივე ჯანდაცვის პროგრამებს, მაგრამ თავარი არის რომ აფხაზებს ჩვენ დავანახოთ ის რომ მათი გადარჩენის, მათი კულტურის იდენტურობის გადარჩენის ერთადერთი გზა არის მათი მაღალი ავტონომიით საქართველოს შემადგენლობაში შესვლა. საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა, იმიტომ რომ მათ რამე სახის დამოუკიდებლობას არ აქვს როგორც სამართლებრივი, ისტორიული, გეოპოლიტიკური შინაარსი, მათ არ გასაგებია მათი ეს პოზიციები, მაგრამ თუნდაც რომ გადარჩნენ, თუნდაც რომ რაღაც მათი იყოს დაცული საქართველოს ის ასთავაზობს, მაგრამ ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია, იგივე თქვა კონფლიქტამდე, როდესაც საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუ გაგახსენთ ბატონო ნიკოლოზ, რომ განხორციელებულ საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებით აფხაზების ეთნიკურ აფხაზებს მივეცით შესაძლებლობა საბჭოში ყოფილიყვნენ უმრავლესობით წარმოდგენილი იმის მიუხედავად რომ ეთნიკური უმრავლესობა იყვნენ ქართველები 59% იყო ქართველი 16% იყო აფხაზი და აფხაზს ჰქონდა 17 თუ 18 წარმომადგენელი 27 კაციან საბჭოში არაერთი განვახორციელეთ მაგრამ იმის შემდგომ ეს არ არის განვითარდა ძალიან სამწუხაროდ, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა ახლა რომ აფხაზები განვახორციელოს შესაბამისი ცვლილება მათ შორის კონსტიტუციაში რომ არა მარტო საბჭოში იყვნენ ეს ხალხი წარმოდგენილი, არამედ საქართველოს პარლამენტში და აფხაზეთთან მიმართებაში რაიმე სახის გადაწყვეტილების მათი თანხმობის გარეშე განხორციელება იყოს წარმოუდგენელი. ფართო ავტონომიით მათ ყველა სივრცე ექნებათ იმისთვის რომ მათი იდენტობა შეინარჩუნონ და იყვნენ დაცულები და განვითარებული. მერე პლუს ამის შემდგომ არაერთი ინვესტიცია წამოვა, როდესაც მათი სტატუსი საბოლოო ჯამში იქნება გარკვეული, რაც მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. აფხაზეთი არის პატარა სამოთხე დედამიწაზე, ამას მე თამამად შემიძლია თქვა
და იქ ინვესტიციის განხორციელება ხელს შეუწყობს დამამად შემიძლია თქვა, რომ კონფლიქტის მოგვარებიდან წელიწად 2 წლის განმავლობაში იქ 10 მილიარდის ინვესტიცია არის შესაძლებელი. რომ და სურველიც არის ბევრი რომ ეს ინვესტიცია განახორციელოს, მაგრამ ამ პოლიტიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს ამას. აზები საბოლოო ჯამში უნდა დარწმუნდან იმაში, რომ ჩვენს გარეშე მე გაგრიდან ვარ ბატონმა نيكოლოს ბახცენა. ჩემს გარეშე იმ 100.000 ქართველის გარეშე, რომელიც იქ ცხოვრობდა, მათ გარეშე ამ ეს სტატუსი, აფხაზეთის სტატუსის გადაწყვეტა არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი და ამის უფლებას ახლა ჩვენს არავის აღარ მივცემთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მაქსიმალურად მოწინებული რომ აღვადგინოთ ის ძმობა და ურთიერთობა, რომელიც ჩვენში არსებობდა და საფუძველი ჩაუყაროთ თანაცხოვრებას, მშვიდობიან თანაცხოვრებას, რომელიც ურთიერთ პატივისცემაზე და ურთიერთ კეთილდღეობაზე იქნება დაფუძნებული. მაგრამ ერთი რამე არის, აი ჩვენ აი როცა აფხაზეთის დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, აი მე იმიტომ ლაპარაკობ რუსულ-ქართულ ურთიერთობის აღდგენაზე, რომ უყურეთ ჩვენ თუ გვინდა რომ აფხაზები დავიბრუნოთ, აფხაზები, აფხაზეთი, აფხაზები პირველ რიგში, იმიტომ რომ აფხაზების დაბრუნების გარეშე, აი ეს უნდა იყოს ქვაკუთხედი. აფხაზების და ოსების დაბრუნების გარეშე ვერც აფხაზეთს და ვერც ოცეთს ვერ დავიბრუნოთ. და ეს ლოზუნგი რო გაყვირიან ხშირად, აი სტადიონზე გაყვირიან, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. მაგრამ იქ უნდა იყოს რომ აფხაზები და ოსებიც უნდა შემოვიყვანოთ. იმიტომ ცუდად ხდება ყურში მე იმ ბატონ نيكოლოს მე გაგრიდან ვარ და მეცაც ვიტყვი რომ აფხაზეთის გარეშე აფხაზეთს კაპიკის ფასი არ აქვს ჩვენ. ხო, რა თქმა უნდა, აფხაზები არის მნიშვნელოვანი თავარი სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი თავარი ამოცანა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უნდა ისახავდეს ღერძი ამოდიოდეს იქიდან რომ აფხაზები დავიბრუნოთ პირველ რიგში. და პირველ რიგში აი ხო და აი დაბრუნებაზე რო არის საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ რომ ამ აფხაზებს ჩვენ ვხედავთ უნდათ რუსებთან ურთიერთობა. ბევრს წარმოუდგენია, ჩვენ რაც არ უნდა გაუკეთოთ აფხაზებს და ოსებს და სულ რო ჭუაზე გადავიდეთ, გასაღები არის მოსკოვში. აფხაზმა რომს გადაწყვიტოს რომ მე მინდა საქართველოსთან ურთიერთობა, მოსკოვი არ დაუშვებს ამას, ხვდებით? და იგივე ცხინვალე. ამ კონტექსტში არის საზოგადოება, რომელიც თქვათ რუსეთის ფაქტორს გამორიცხავს, მაგრამ ეს არის როგორ შეიძლება გამორიცხო ამ კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის ფაქტორი. რუსეთის გარეშე ამ კონფლიქტის მოგვარება, მათთან სწორი კომუნიკაციის, რაღაც გეოპოლიტიკური ფორმულის შემუშავების გარეშე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის მოგვარება არის შეუძლებელი 100% და არა რაღაც 99 და რაღაც 100% არის შეუძლებელი რუსეთთან დალაგების და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გეოპოლიტიკური ფორმულა ჩვენი ქვეყნისთვის და პრიორიტეტები განსაზღვროთ ისე რომ ყველა მიმართულებით ხედავდეთ ხოლმე ცხინვალს და სოხუმს და შემდგომ ამ კონტექსტში ჩავრთოთ მათ შორის ევროკავშირიც, რუსეთიც, იგივე თქვათ ჩინეთიც, რომელიც შემოვიდა ჩვენ რეგიონში აქტიურად და მას ჩინეთს აქვს ძალიან სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობა რუსეთთან და გარკვეული ჩინეთთან ამ მიმართულებითაც იგივე ჩინეთთან მუშაობა რომელიც რუსეთთან მიმართებაში ერთობლივი რაღაც გეოპოლიტიკურ ფორმულის შემუშავება, ვფიქრობ, რომ ჩინეთსაც შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს, ამიტომ მთელი საზოგადოება ჩვენი კონცენტრირებული უნდა ვიყოთ სწორედ ამ მიმართულებაზე, იმიტომ რომ ამაზე მეტი სტრატეგიული ამოცანა, ამაზე მეტი მიზანი ჩვენ საზოგადოებას რაც შეიძლება გქონდეს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის გაერთიანება აფხაზებთან, ცხინვალის მოსახლეობასთან ერთად. და რა თქმა უნდა, მშვიდობიანად, ამაზე დიდი ამოცანა დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე არ დგას. დიდი მადლობა, საინტერესო იყო ბატონო ივანე თქვენი პოზიცია და მე იმედი მაქვს რომ თქვენი უამრავი ადამიანის ოცნებაც ახდება და ჩვენ ვიქნებით ერთიან ქვეყანაში აფხაზებთან, ოსებთანაც, იმიტომ რომ ძალიან გვიყვარს აფხაზები, ოსები და არ დაივიწყოთ ქართველებო რომ დაუკვირდით ყველა თქვენ განცხადებას, იმიტომ რომ ჩვენ გვიყურებენ აფხაზების და ოსების და ჩვენ თუ გვინდა რომ ამ ხალხთან ერთად ვიცხოვროთ, პირველ რიგში ამ ხალხთან უნდა მივიდეთ, ამ ხალხის გულებამდე უნდა მისასვლელი გზები აღმართოთ. დიდი მადლობა ბატონო ივანე მეფარიშვილი იყო სამართლის ექსპერტი ჩვენი გადაცემის სტუმარი. ამით დაგემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ შევხვდებით უკვე ხვალ ერთმანეთს საღამოს 9 საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ.